მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო და მსმენელებო. ვაგრძელებთ ჩვენს გადაცემათა ციკლს საქართველოს უახლესი ისტორია. გავესწროთ პერიოდულ პრესას ჩვენი კომენტარებიც დაურთოთ საჭიროების შემთხვევაში და დავაფიქსიროთ ყოველივე ის რაც ხდებოდა საქართველოში, რათა საქართველოს უახლეს ისტორიაში ვერავინ ვეღარ შესწოს ხელის ფათური რაღაც გადმოკეთება პროცესებისა, ვინაიდან ისტორია ერთია, სიმართლე ერთია, ვაგრძელებთ ჩვენს გადაცემას. გაზეთი საქართველოს სამრეკლო. რატომ დაგვამხეს? ანუ ქართველებს მსოფლიო ჩერნობილით ჭალებში ეს ყველაფერი ხუპავენ ძახილის ნიშანი. შევარდნაძე საფრანგეთში ჩავიდა, დიდი პატივისცემით მიიღეს. მას ჭალებში დიდ პოლიტიკოსად თვლიან, თუმცა საზღვარგარეთელი მისი მეგობრები არც მთლად მიამიტები არიან. მათ იციან, რა დიდი პოლიტიკოსია ჭალებში, მაგრამ თავარია ჩვენ ქართველებმა დავიჯეროთ ეს ამბავი. გერმანელი, ამერიკელი, ფრანგი რომ იტყვის დიდია ჭალებში, რაო ქართველი მით უმეტეს დოყლაპია არ გაიმეორებს. თუ ზერელეთ არის იაზრონებ ადამიანი უამრავ რამეს ჩახვდები და გაიგებ როცა ზერელე და ტუტუცური განსჯა მაშინ მრავალი რამ გაუგებარია. შევარდნაძე მიიღო, შევარდნაძემ გაისტუმრა, შევარდნაძე მიიღეს, შევარდნაძე გამოისტუმრეს. ეს ნაცნობი ამბებია, მაგრამ აუცილებლად ჩნდება კითხვა თუ შევარდნაძეს ამგვარად აფასებდნენ და ღებულობდნენ, რა ჯანდაბა და დოზანა მოუვიდა მსოფლიოს, როცა ბატონმა ზვიად გამსახურდიამ გაიმარჯვა კანონიერ არჩევნებში. Ვითომ შევარდნაძე ან სიმშვენიერით, ან ოჯახის შვილობით, ან ცოდნით, ან განათებით, ან ინტელექტით, ან გარეგნობით, ან სიმაღლით, ან გვარის შვილობით, ან ენების ცოდნით, ან პოლიტიკური ალღოთი და ჭვრეტით ჯობდა ბატონ ზვიად გამსახურდიას? რატომ აირჩია მსოფლიომ შევარდნაძე? რატომ აირჩია მსოფლიომ კომუნისტი? წინა წლებში ბურჟუაზიის დაუძინებელი მტერი, ურწმუნო კომუნიზმის მგზნებარე მშენებელი განა დღეს არ იციან, რომ არავითარი ფაშისტი არ გახდათ საქართველოს პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია? ყოველივე იციან, მაგრამ ეს მაგრამ ჭალებში. ამ მაგრამმა ჭალებში დაღუპა ჩვენი ქვეყანა. აშკარაა დღევანდელი და გუშინდელი მსოფლიო, ეგრეთ წოდებული დიდი და წამყვანი ქვეყნები საკუთარი სახელმწიფო, საკუთარი მოსახლეობის კეთილდღეობისათვის ზრუნავენ. საამისოდ ამ ქვეყანათა პოლიტიკოსები არაფერს არ ერიდებიან. აქ იმართება დაუნდობელი არაადამიანური ბრძოლა უკეთესი არსებობისათვის. ეს გახავთ შევარდნაძისა და ბრეჟნევის, მძინარე ბრეჟნევისა და ჩასაფრებული შევარდნაძის ფოტოსურათი. თავარია ორი მიზანი, პირველი პოლიტიკური, მეორე ეკონომიკური. ჩამორჩენილ და ერთმანეთზე სამტროდ გადაგიტებულ ტომებში დაპირისპირებისა და შუღლის ჩამოგდება არასოდესაა ძნელი. გაქნილი, უღმერთო პოლიტიკოსები არაფერს დაგიდებენ. შფოთი და ომი აუტეხონ ადამიანებს, ჩახოცონ ერთმანეთი და მერე თვითონ მოგვევლინონ გამშველებლებად. ეს მხოლოდ რუსეთის იმპერიის ჩვევა არა, ეს მსოფლიო იმპერიათა აუცილებელი კანონია. მაშა სადამე ორი რამაა, რომლის კენაც დაგეშილი ძაღლებით მიიწევენ კაცობრიობის ამუგდებნი. პირველი პოლიტიკური სივრცე, მეორე ეკონომიკური სივრცე. ერთიცა და მეორეც სინამდვილეში არის საძოვარი, ესე იგი პოლიტიკური და ეკონომიკური საძოვარი, რომელიც გარკვეული დროის მონაკვეთში უნდა იქნას გამოყენებული, ანუ გადაძოვილი და შემდეგ კი ღვთის ანაბარად დაგდებული. საქართველოში უკანასკნელ 5-6 წელიწადში დატრიალებული ამბები კლასიკური არენა და მაგალითია სუპერსახელმწიფოთა ამგვარი გადამძოველი საქმიანობისა. ზოგიერთი ბრიყვისა და ტუტუცისა არ იყოს, დღესაც ისევ გონია, რომ ბატონი ზვიად გამსახურდია და კანონიერი ხელისუფლება იმიტომ დაამხეს, მერსედესები რომ შეიძინეს, უინტელექტო კადრები რომ იყო ჭალებში, ფაშიზმი რომ იყო ჭალებში, თითქოს ევროპას ვაგინებდით ჭალებში და ასე შემდეგ.
გონება შლუნგობასა და დეგენერატიზმს ველი, რა თქმა უნდა, გზა ფართო აქვს. საოცარი ადამიანი, რომელმაც 7 უმაღლესი დაწესებულება დაამთავრა და წერა-კითხვა იცის, პრეტენზიაც რომ გააჩნია ელემენტარულ ცოდნაზე, შეგეკამათება და ამ რაიონში პრეფექტი დაინიშნა, თავდაცვის მინისტრი რომ კიტოვანი იყო, ამიტომ ვართ ამ დღეშიო. ამგვარი წყალწყალა ტვინების გასაგონად საჭიროა ითქვას, რომ თვეში ერთხელ 10 წუთით მაინც ჩაუფიქრდნენ საკუთარ ყოფას, გადახედონ თავისსავე ოჯახს, მიმოიხედონ გარშემო, გადაავლონ თვალი და გონება 5-6 წლის მანძილზე მათ მკვახე თავზე დატრიალებულ ამბებს და ისე განსაჯონ, თუ ეს არ ძალუძს, მაშინ სხვის ნააზრევს მოусმინონ და დასვნა ისე გამოიტანონ. პირველ რიგში მოიგონოთ და დავიმახსოვროთ, რომ 1992 წლიდან პუტჩის შემდგომ საქართველოს კვლავ კომუნისტები მართავენ. კომუნისტების გასაცნობად და კი შორს წასვლა არავის დასჭირდება. უნდა გაიხსენოთ საქართველოს შენის სამშობლოს ტანჯო წამების მიერ უამრავი დახოცილი ქართველობა, დახვრეტილი ქართველობა, გასვისებული მიწაწყალი და დაკარგული თავისუფლება. თუნდაც ავიღოთ 90-იანი წლები, გავიხსენოთ ქართველი და რუსი კომუნისტების მიერ საქართველოში შემოტანილი წოდებული ჩერნობილის ხორცის ეშელონები, რას უპირებდნენ ამით მოსახლეობას? რა თქმა უნდა, მოწამვლასა და სიკვდილს და მერე რისთვის? მხოლოდ იმისათვის, რომ ფული ეშოვნა და უამრავი ხორცი უქმად არ დაკარგულიყო? ჩერნობილის ხორცი ტყუილად არ ვახსენეთ. დღეს ამ ხორცზე მოწამლული საკვების ეშელონები მოეშურება საქართველოსაგან. საქართველოს ყოველგვარი ნაგავის გასაღების ბაზარია. ქართველი ხალხი დღეს მსოფლიოს იაფფასიანი პროდუქტების, ანუ ცხოველებსაც რომ არ ეჭმევათ, იმ პროდუქტების სარეალიზაციო ქვეყანაა. ახლა დავსვათ კითხვა, ვინ აღუდგა წინ ჩერნობილის ხორცის გაყიდვას? რა თქმა უნდა, ეროვნული მოძრაობა, მასშტაბური ეროვნული მოძრაობა და მასთან მდგომი ხალხი გახლავთ და გახლდათ ხელი შემშლელი ფაქტორი საქართველოში საქართველო გადაქცეულიყო მსოფლიოს ნუყარის შემგროვებელ სახელმწიფოდ. სწორედ ამიტომ 1992 წლის 22 დეკემბერს საქართველოს კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ დაიწყო ბრძოლა. ამ სამკვდრო სასიცოცხლო ომში საზღვარგარეთის საკუთარი ბაზის შენარჩუნება შეეცადა და კიდეც მიაღწია ამას. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ საბჭოთა საქართველოს შემორჩენილი და ქართველ ხალხში სიმწრით დაგროვილი სიმდიდრე ერთ-ერთი უდიდესი ხალხის ხელშემშლელი მომენტი იყო მსოფლიოს ზვიგენთა ჩანაფიქრის განხორციელებაში. ამიტომ პუტჩის შემდგომ პირველ რიგში ელვისებურად დაიწყო ჯერ კიდევ შემორჩენილი სახელმწიფო გონების დატაცება, განიავება. შემდგომ რაც დღემდე გრძელდება, ქართველი მოსახლეობის პირადი სიმდიდრის იძულებით ჩამორთმევა იძულებითია, როცა გასაჭირში ჩავარდნილი ქართველი ყიდის საკუთარ ავტომანქანას, ოქრო ვერცხლს, ბინას და ასე შემდეგ. ფულის გამიზნული ინფლაციით ბანკებში ქართველებს დაუკარგეს და წაართვეს დანაზოგი და შესატანი. აქ ქართველები და არაქართველები გულისხმობენ, აქ ის გულისხმობენ საქართველოს მოსახლეობა. საბოლოო ჯამში მიზანი მიღწეულ იქნა. დღევანდელ საქართველოში ადგილობრივ მეწარმეთა მიერ საწარმოების საქონელი თუ პროდუქცია ძვირია, ვიდრე საზღვარგარეთიდან შემოტანილი. სამაგიეროდ ვასახელებთ ალკოჰოლურ სასმელებს, როგორც ცნობილია. ალკოჰოლური სასმელები სპირტით მზადდება. ქართველი კაცის მიერ გამოხდილი სპირტი თითქმის $1 თუ მეტით არა ძვირია საზღვარგარეთულზე. სამაგიეროდ იმპორტული სპირტი გახლავთ მომწავლელის ნივთიერებებით სავსე. ჩვენი სამამულო სუფთაა, მაგრამ ძვირია და ამის გამო სხვადასხვა საერთაშორისო მაფია არა მარტო სპირტისა მილიონობით $-ს იდებს ჯიბეში, ქართველი მწარმოებლები კი თანდათან ღატაკდებიან, თუმცა არიან ქართველები, რომლებიც შხამიანი პროდუქტებით ვაჭრობას არ ერიდებიან და ყოველგვარი ეროვნული ფეხებზე ჰკიდიათ და უკვე რამდენი წელიწადია სპირტიანი სასმელების მოყვარულთა შორის გაისვის ამგვარი დიალოგი. კაცო, მოსკოვში და საერთოდ რუსეთში 3 ბოთლ არაღს ვსვამ. აქ კი ერთი მყოფრის, მეორე დღეს პახმელიაზე ლოგინიდან ვეღარ დგები. იქნებ რუსეთში ყინის გამო ვიტანთ ამდენს. ამგვარი დოყლაპიური აზრები იმიტომაა, რომ არ სურთ გაიცნობიერონ, რომ რუსეთში ძირითადად
შედარებით სუფთა სპირტით ამზადებენ ალკოჰოლურ სასმელებს. სამისოთ არსებობს სპეციალური ლაბორატორიები, სადაც ნებისმიერ სპირტს გასინჯავენ და მის შემადგენლობას გაშიფრავენ, თუმცა ამგვარ დაწესებულებათა სადავეებიც ამჟამინდელ რეჟიმის ხელშია და ალკოჰოლური ინტოქსიკაციით ნელ-ნელა თანდათან იღუპებიან ქართველები. ამას დაუმატოთ ათასნაირი მოწამლული შეუმოწმებელი პროდუქტი, რომელიც გროვა ყრია ჩვენს ქალაქებში. ქართული მოსახლეობა დღითი დღე იწამლება და გამკითხავი არავინაა, რადგან საერთაშორისო მაფიის პატივისცემა უნდა, რომ თავის მხრივ იმანაც პატივი მოგაგოს, შენც მოგაკეროს დიდი პოლიტიკოსის სახელი, სხვას კი პროვინციელი ფაშისტისა. აი სწორედ ამიტომ არ სურდა მსოფლიოს საქართველოს ახოლოდა და ჰყავდეს ეროვნული მთავრობა. მსოფლიოს გააჩნია საკუთარი ინტერესები, ვის პოლიტიკური და ვის ეკონომიკური. დღეს ასეა განაწილებული ეს ინტერესები. რუსეთს პოლიტიკური დათმობა ამჟამინდელი საქართველოს ხელისუფლებისაგან, დანარჩენს საზღვარგარეთ ეკონომიკური ბაზარი და საძოვარი. ახლა იფიქრეთ, რატომ იქნებიან შევარდნაძით უკმაყოფილო ან რუსეთი, ან მსოფლიოს დანარჩენი ქვეყნები, რატომ არ მიიღებენ მას და რატომ არ გაუგებენ ფეხქვეშ ფიანდას და ჯერჯერობით გრძელდება ვიზიტები? დებენ ხელშეკრულებებს, რომელთა საიდუმლო ნაწილი ქართველი მოსახლეობისათვის უცნობია. ამიტომაც მიიღეს და გაისტუმრეს და მიიღეს. მიიღო ძახილის ნიშნები ესაუბრა და ამ შემდეგ ჩამოსვლა, წასვლანი, მიღება, გასტუმრებანი ჯერხნობით გრძელდება და გრძელდება. აი ასე დასრულდა ეს სტატია და რომელშიც არის აბსოლუტური სიმართლე და კიდევ უფრო ძალიან რბილ ფორმებში არის გადმოცემული. შემდეგი გახლავთ სამწუხარო დროა, სამწუხარო სილაჩრია, სამწუხარო მომავალია. შევარდნაძემ თბილისელებს მეტროში მგზავრობის საფასური გაუძვირა. მოსახლეობის ნაწილი და არა ყველა მოსახლე რაღაც უბადურ გრვალარს ღებულობს თვეში. თუ ვიანგარიშებთ მეტროთი თვეში 10-ჯერ ჩასვლა ამომსვლელთა ადამიანი 4 ლარს დახარჯავს. თვეში 20-ჯერ ჩამსვლელ ამომსვლელი 8 ლარს, 30-ჯერს ვინც ავა და ჩავა 12 ლარს. ამ გაანგარიშებით უპენსიო და უხელფასო მოქალაქე მეტროთი ვერ ისარგებლებს, ვისაც 8 ლარი გააჩნია, მთლიანად მეტროს საფასურია. როგორც ჩანს, შევარდნაძე და მისი ყმანი სადღაც სხვა განზომილებაში ცხოვრობენ. მათ აღარ ესმის ხალხისა რაღაც ნაჭუჭი ჩაკეტილან და აღარაფერი ანაღლებთ. გაძარცული მოსახლეობა პურს ვეღარ ყიდულობს სამაგიეროდ, ისია დამონებული და შიმშილისაგან გასავათებული პროტესტის ნიშნით ხმის ამოღების ღონეთს აღარ გააჩნია. წარმოუდგენელია ცინიზმი ჭყალებში ხელისუფლებისა, ალბათ ამხელა დამრბევი ქართულ ხალხს არასოდეს ყოლია. შევარდნაძე კი ვითომც არაფერი დინჯად მსჯელობს, უკვე ფეხებზე ვდგებით, მერმის უკვე მთლად გავიმართებითო. ჯანსუღ კახიძე 2001 წლისთვის თეატრის წლისათვის ემზადება და წინასწარ ასახელებს პრეზიდენტად, ისევ თქვენ აგირჩევთო შევარდნაძე იღიმება და თანხდება. საქართველო მთლად უბსკულში იძირება და მთავრობა ჭყალებში უბსკულში ჩასვლის გადასახადსაც აძვირებს. ინტელიგენცია და არისტოკრატია ფუფუნებაში იხრჩობა. მას ეზიზღება რიგითი ქართველობა, რომლებიც მოკლებულნი არიან აბსოლუტურად ყოველივე ადამიანურს. საკითხავია, როდემდე მოითმენს ქართველი ხალხი. ნუ თუ მან უკვე გადაწყვიტა ნელა მშვიდად აღუშფოთებლად გადაიცვალოს, აღმოჩნდა, რომ შევარდნაძემ შეძლო საბოლოოდ დათრგუნა ქართველი ხალხის ძირითადი ოდენობის თავმოყარეობისა. ყოველივე იმ ზღვარს მიუახლოვდა, როცა ქვეყანა აღარაფერზე აღარ გამოთქავს საყვედურს. შევარდნაძეს ნებისმიერი სურვილი, ახირება, მოთხოვნილება ბუნებრივად ითვლება, მას ყოველივე ეპატიება, იგი ალბათ მუდამ მართალია. მეტი გზა არ არის, ვინ თუ არა შევარდნაძე, იგი ერთი წმინდანია და რაც საქართველოში ხდება, მხოლოდ მის გარშემო შეკრებულ უსინდისო ადამიანთა ბრალია. აჰა, გაიძვერა შევარდნაძე, მეტრო საფასური გააძვირა. არა ბატონებო, ეს შევარდნაძის გარეშე მოხდა. იგი ამას არ ჩაიდენ და ეს მისმა უნამუსმო ხელმხრივთებმა ქნეს. და მართლაც შეხედავს ჭყალებში ბრძენი პოლიტიკოსი თუ მისგან
თუ მისგან დაბეჭავებული ქართველობა იმ დონეზე აიქოჩა და აიჯაგრა, რომ სახიფათო ზღვას მიაღწია. წამსვე იყვირებს და ეს რა გიქნიათ, როგორ და რატომ გაგიძვირებიათ მეტროს გადასახადიო? და გააიაფებს 20 თეთრია, ვითომ 15 თეთრი რომ იყოს, რა დაშავდება? მერე ვიღაც ჩინოვნიკს ციხეში უკრავს თავს, ან სამსახურიდან გაათავისუფლებს და მისი სახელი და იმიჯი კვლავ ზენიტისაკენ გაეშურება. ამ ადამიანისგან საშველი არ არსებობს, თუ არსებობს, იგი ქართველი კაცის ხელში და სულში აღარ მოიძებნება, რადგან სოფლიოს დაბეჭავების ინსტიტუტები უკვე მთელი დატვირთვით მუშაობენ შევარდნაძის სასარგებლოდ. ქართველ ადამიანს თავდაცვის ინსტინქტი, თავმოყარეობის შეგრძნება ამოუძირკვა. ქართველი კაცი იდევნება ნებისმიერ უცხო ჯილაგის წარმომადგენლისა. ეშინია, მოიხადე ქუდი, ჩამოპარსე ულვაში, წაუთაქე თავში, ამოჰკარი პანღური. ასეთ დღეშია ჩავარდნილი. გაბრაზების თავი და ძალა აღარ გააჩნია. შეუვარდი ეზოში სახლში, იგი თავდაცვის მაგიერ იტირებს, ცრემლის დაღვირს, პატიევას გთხოვს, არ სემო, არ დაიჭირო და არ დააპატიმრო. ერთადერთი რაც მას ძალუც და ხელეწიფება გახლავთ, საკუთარი მოყვასის, თავისი მოდმის, თავისი ჯიჟჯილაგის აწიოკება დაჩაგვრა ნებისმიერი სხვისი ეშინია და სოროსაკენ მიუტვის. 1992 წლის 6 იანვრიდან დღემდე ყოველი წუთი და წამი გამოიყენა ჭალებში ხელისუფლებამ, რომ დაეჩაჩანაკებინა ქართველი, დაამშიეს, მიაჩვიეს, რომ მას ყოველივე შეიძლება წაართვა ყოველ წამს, მიაყენო ნებისმიერი შეურაცხყოფა, შეუგინო წინაპარი, გაულანძო საფლავი, დედა, მიწა, მეუღლე, შვილი და ასე შემდეგ. მიაღწიეს კიდეს ტოტალიტარულ დალაჩრებას, სამწუხაროდ დღეს კუჭი დუნე გამოსვლების უნარი და ბუნებრივი მოთხოვნილების რამდენიმე ვარიანტიღა დაუტოვეს. ცხოველური ინსტინქტების დასაკმაყოფილებლად და ძალუც ყოველგვარი აღშფოთების უნარი წართმეული აქვთ. ერთად აღებული იმ მიზნისაკენ მიდის საქართველოს ნებისმიერი მტერი, ნებისმიერი დროს დაესხას თავს და მან ვერ უნდა შეძლოს თავდაცვა. მისი ბრძოლის შემართების უნარი შორსაა და მოუსავალშია. აშკარაა, რომ დღევანდელი ქართველი, რომელსაც ელემენტარული პროტესტის გამოხატვისა ეშინია, ქვეყანას ვეღარ დაიცავს მტრისაგან. აკი ეს უკვე გამოუცხადეს და ვიცნიეთ კიდეს. არის ღრიალი და კვნესა ყვირილი და გმინვა, რომ პურის ფული აღარ მოეძებნებათ, სიმართლის მთქმელი გაზეთების ყიდის უნარი აღარ გააჩნიათ, სამაგიეროდ გაიხედეთ და პორნოგრაფიული ჟურნალ-გაზეთების საყიდად ქუჩაში მათხოვრად დადგება. თვალებზე ნამუსზე ხელს აიფარებს და ერთლას როგორმე იშოვნის, რომ შიშველი კაცისა და ქალის სურათებით დამშვენებული ჟურნალ-გაზეთი შეიძენოს, ცარიელ ჯიბაში უკრას თავი, შინ წააცუქცუქოს და სულიერი თუ ფიზიკური ცვედნობა წამიერად გაიღვიძოს. როცა ამ საშინელებებს შესქერი, როცა საკუთარი ხალხი ამგვარ ინერტულობას, უთავმოყარეობას, სილაჩეს შესქერი, გამწყალი კაცი გაიფიქრებს, ხანდახან ღირსივი ხართ შევარდნაძისა, კაციც ის ყოფილა და ქუდიცა მასხურებია. ერთ დროს ხომ იდგა დიდი არჩევანი, ხომ იყო კითხვა ზვიადი თუ შევარდნაძე, მერე აირჩიეს, მეორე მიუდნენ მუხლის ჩოქა. პირველი გაიმეტეს, ხო და ბატონებო, ახლა ხომ იმკით დათესილს, ღმერთმა მოგცათ ის, რაც აირჩიეთ. თავისუფლებისა და ეროვნულობის დაცვა და ბრძოლა სჭირდება. როცა ეს არ ხდება, დგება საყოველთაო სილაჩრის, უთავმოყარეობის, გაუტანლობის ხანა. და ეს ხანა ამჟამად ზეიმობს. იგი ძალაშია, იგი ზენიტშია. სამწუხაროდ კაცობრიობამ ღვთისმიერ მოვლენილი იოსო ქრისტე ჯვარსაცვა. სამწუხაროა, რომ საქართველოს მოვლენილი ბატონი ზვიად გამსახურდია გამეტებულ იქნა. გზააბნეულ ზღვის ფარა უფსკულებისაკენ მიჰქრის და მისი შემაჩერებელი მწყემსი ჯერ არცაც ჩანს. სამწუხარო დროა, სამწუხარო სიდამბლავია, სამწუხარო სილაჩრია, სამწუხარო უთავმოყარობაა, სამწუხარო მომავალი აქვს საქართველოს. ნუ თუ ქართველს დაღუპვა უწერია, ასეთია შემდგომი სტატიის სათაური, რომელიც ნახოთ აბა რას გვაუწყებს. ყოველივე რაც ქართველი ადამიანის გარშემო მაპატიეთ, სანამ ამაზე გადავიდოდე, 8 ლართან დაკავშირებით გამახსენდა ეხლა ნანული ცაგარეიშვილს, ცაგალაევა ცაგარეიშვილს ლის სატელევიზიო გამოსვლა,
რომელმაც ასეთი განცხადება გააკეთა. მანენარჩვაძე რომ ტელევიზიით გამოსულიყო, ტელევიზიას ააფეთქებდნენ, ანძას ააფეთქებდნენ ნამდვილად. და ნანული ცაგოლაევა, ცაგარეიშვილი თავისუფლად გამოდიოდა ტელევიზიით და მოძღვრავდა საზოგადოებას და ის მის ერთ მოძღვრებათაგანზე მინდა მოგახსენოთ, რომელიც ეხებოდა 8 ლარიან პენსიას, რომელიც საქართველოს მოქალაქეების გარკვეულ ნაწილს ჰქონდა დანიშნული, დანარჩენები კი უკაპიკოდ დადიოდნენ და ამ დიდი მოთხოვნილების ქალმა ასეთი განცხადება გააკეთა. კარგი დიასახლისი 8 ლარს ერთი თვის მანძილზე თავისუფლად იმყოფინებსო და მას 8,000 კი არა 8 მილიონი დოლარი არ ყოფნიდა დღეში, არამც თუ თვეში. აქედან უკვე გამომდინარე დასრულებით თქვენთვის მომინდია. მე გაგაცნოთ შევარდნაძის ოჯახის რაღაც გარკვეულ მომენტებს, ამას შემდგომში, მაგრამ მე ეს რომ არ დამიფიქსირებინა თქვენს წინაშე არ შემეძლო. ნუ თუ ქართველს დაღუპვა უწერია, ყოველივე რაც ქართველი ადამიანის გარშემო ხდება, ყოველივე ის რაც ქართველი მონურად ითმენს, ყოველი ქართველი ტერიტორიის გეგმაზომიერის თითქმის ნებაყოფლობითი დაკარგვა, ყოველივე მანკიერი ჩვევა ღალატისა, უწუნებისა, ტრაბახისა, ამპატავნობისა, სუძულირისა, სუპენტელობისა, გაოტანლობისა, ყოველივე უკანასკნელ წლებში მომხდარი სიმრუდე და დაუნახაობა და ვერ გარჩევა სიკეთისა და სიბოროტისა, ყოველივე მტრობა ურთიერთისა ფეხქვეშ გაგება უცხოეთისადმი, ყოველივე დაგსასრულობისაკენ ლტოლვა და სილაჩრე, ბრძოლის უნარიანობის მთლად დაკარგვა, ყოველივე უთავმოყარეობა და სხვა სასიკვდილო მანკიერებანი მიუთითებს იმაზე, რომ მსოფლიო უფრო სწორად კოსმიური კანონი ყოველივე იბადება, ცხოვრობს და კვდება ერების გენეტიკაშიცაა. სავარაუდოა და სავალალოა იმის გაფიქრება, რომ ქართველი ხალხი შეიძლება უკვე გენეტიკურად სიბერის სასაკშია. იქნებ სწორედ ეს უნდა იყოს მიზეზი უკანასკნელ საუკუნეებში ღვთისმოძებულ მიწების გეგმაზომიერი განკარგვისა და გახსუსებისა. ჩნდება ეჭვი იმისა, რომ ჭეშმარიტი ქართველობა მეომარი, მებრძოლი, ძლიერი, კულტურული თავმოყვარე მშენებელი, თავის დამდები, გმირი, ძალგულოვანი, ამაყი, გაბედული მამაცი ოდესღაც ცხოვრობდა ამ ტერიტორიებზე და მტერთა განუწყვეტელი თავდასხმებისაგან თითქმის ამოწყდა. ნუ თუ ისინი, ვინც დღეს იბრალებენ ქართველობას, იმ ქართველთა შთამომავლები არიან, დავით აღმაშენებლამდე რო უცხოვრიათ? მას რას მივაწეროთ ბოლო საუკუნეებში ქართული მიწების დაუცველობა და გულგრილად დაკარგვა? თვით თურქებიც კი, რომლებიც სულ რამოდენიმე საუკუნის წინ ჩამოსახლდნენ მცირე აზიაში, დღესაც მე-20 საუკუნეში ცდილობენ არათუ დაკარგოს მიწები, არამედ კვლავ და კვლავ გააფართოვდნენ. მათი მახვილი დღესაც ელავს და როცა მათ ტერიტორიასა და თავმოყარეობას ოდნავ საფრთხე დაემუქრება, მთელი მსოფლიოს წინაშე და ყოველს თვალწინ იშიშვლებს მახვილსა და სასტიკი სისხლიანი და დაუნდობელი არავისგან გამართლებული ანგარიშწორება არავისაგან გამართლებული ანგარიშწორება მოაწყვეს. ხოლო მცირერიცხოვანმა ჩეშნებმა დღეს დღისით მზისით ჩვენს თვალწინ ისეთი გმირობა ჩაიდინეს საკუთარი მიწისა და თავისუფლებისათვის იმგვარი სიმამაცი გამოიჩენეს. ალბათ ჩვენი ქართული დელეგაციები აღტაცება სიხარულითაც კი არ უნდა ჩაბრძანებულიყვნენ იქ, არამედ სირცხვილი თავი გარეთ არ უნდა გამოეყოთ. და ვისაც ეს უკანასკნელი სიტყვები აღაშფოთებს, დავაწყნარებთ ჩერტნეთში წასვლა მაშინ უჯობდათ, როცა იქ სისხლის ღორა იყო, გამარჯვების აღსანიშნავად გამართულ წვერულვაშზე თამადობა და სტუმრობა ყველას შეუძლია. ხა უკვე თქვენთვის მომინდია დასკვნა, ნუ თუ მართლა საქართველოს დაღუპვა უწერია? მე კი მწამსვეთ, საქართველოს დაღუპვა არ უწერია. ნამდვილად. შემდეგი გახლავთ მოგცევათ ერთი წუთით. გაბრიელ მამუკაძე, პოლიტიკოსთა უზნეობას მსოფლიოს დაღუპვა მოყვება. პოლიტიკოსები თანამედროვე გაგებით, როგორც ჩანს, უბრალოდ იგითი ადამიანებისაგან საკმაოდ განსხვავებული ზნეობრიობითა და სინძისით ცხოვრობენ.
პოლიტიკოსთა დღევანდელი კასტა, რომლებიც მეფეთა სისხლის მქონე დინასტიების შემდგომ გამოჩნდნენ არენაზე, უფრო ხშირად ვერაგი, უნიჭო, გაიწვერა, ფარისეველი, უწიგნური, უზნეო და თავმოყოლა ადამიანებისგან შესდგება. ისტორიულად, ამა თუ იმ ქვეყნის მეფენი, უმეტესად არისტოკრატულ, ყოველმხრივ განათლებულ ოჯახებში გახლდნენ აღზრდილნი. წინაპარი წინდაწინვე ზრუნავდა ქვეყნის მომავალი პატრონისათვის ფართო ცოდნა მიეცა და ცხოვრებისეული გამოცდილებისათვის ეზიარებინა. ეს იყო წინათ, როცა ხალხი მეფეს თვლიდა ღვთის მოვლენად და როცა მეფეს ხალხი მიიჩნდა სიკეთის შვილად, მამებად, დედებად, ნათესავებად, თავისი ოჯახის წევრებად თვლიდა თითოეულ ადამიანს. მერე მოვიდა თუ ადამიანთა შუალედურმა ავანტიურისტულმა ფენამ ხალხის თვალში მეფეთა კრიტიკა დაიწყო, რაც გადაიზარდა საყოველთაო დაპირისპირებაში, ანუ რევოლუციებში. დედამიწის მრავალ, მაგრამ არა ყველა ქვეყანაში საშინლად გაუსწორდნენ მეფეთა დინასტიებს, შეეცადნენ მათ ფიზიკურ ამოწყვეტას და თვითონ დასხდნენ ტახტზე, თუმცა საშინელი ხოცვა-ჟლეტის ტანჯვის წამების მეტი არაფერი მოუტანიათ. ამიტომაა დღეს რომ ნებისმიერ მეტყევეს, მწველავს, მეღორეს, მეჯოგეს, დამლაგებელს, სანტექნიკს, სპორტსმენს, პედაგოგს, ფერშალს, ექთას, მძღოლს და ასე შემდეგ გონიათ რომ შესძლებს სახელმწიფოს გაწყობას. თან რაც მეტად ნიშანდობლივია, მიგითითებთ თუ დღევანდელი ცეკას მდივანი, გამგებელი პრეზიდენტი, ღირსია, ამისი, მე რითი ვარ იმაზე ნაკლებიო. და ქვეყნის სათავეში ხშირად დაინახავთ სააქიმოდ, არა და ვერ დაბადებულ კალათბურთელს, ხარას, ფერშალს, პედაგოგს და ასე შემდეგ. ასე ელეთ-მელეთ ზიგზაგებით, ჭრიჭინ-ჭრიჭინით ვაებით მიგორა სოფლიო პოლიტიკური ურემი, ამიტომ ამდენი უბედურება, სისხლი, გაჭირვება, ომი, დანაშაული. არა და პოლიტიკაში კისრის ტეხით შევარდნილი ადამიანების გვერდით არსებობენ იგივე ექიმები, პოეტები, ექთნები, მძღოლები, მეცნიერები და ასე შემდეგ, რომლებსაც მართლაც ძალუძს ქვეყნის გაწყოლა. ოღონდ ამბიციურინი არ არიან, თავმდაბლები არიან და ჭიხვინ-ჭიხვინით მუზლგუნებით არ მიუტვიან კარიერის კიბეებზე. არის ამ ფორმული ცხოვრების საშველი? როგორც ჩანს, ადრეთ გვიან მსოფლიოს მოსახლეობა ტოტალურად დაერევა პოლიტიკოსებს და პირწმინდად ამოსწყვეტენ. საამისო ნიშნები უკვე ფართოდაა დღევანდელ დედამიწაზე, მრავალ ქვეყანაში მიმდინარეობს ტერორისტული ჯგუფების გამალებული ჩამოყალიბება, რაც უნდა მივიჩნიოთ პოლიტიკური მაფიის საწინააღმდეგო მოძრაობად. ამას დაუმატებთ კოლოსალური დემონსტრაციები და გამოსვლები ამა თუ იმ ქვეყნის მთავრობის წინააღმდეგ. როგორც ჩანს, მსოფლიოში თუ პოლიტიკოსები არ შეიცვლიან ნირს, თუ ისინი ჯერ ჯარებს მიუსევენ რომელიმე ქვეყანას, ხალხს ამოჟლეტენ და მერე კი ძმურად გადაეხვევიან და მიულოცავენ განთავისუფლებას, როგორც ეს რუსეთმა მოახდინა ჩეჩნების წინააღმდეგ, ელცინმა მიულოცავენ და მასადოვმა პრეზიდენტობა. რამოდენიმე ათეული წლის შემდეგ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აბორგებული ხალხი ერთმანეთს დაუკავშირდება და საზარელი მეორედ მოსვლაც ამ ნიშნის ახსოვდება. იგივე მოხდა საქართველოში, როდესაც საქართველოში ზვიად გამსახურდიას დამხობა მიულოცა ედუარდ შევარდნაძეს და ხუნტას ჩეჩნეთის წოდებულმა სპიკერმა, რომელიც ხაზბულატოვი გახლდათ. მე მგონი ეს ყოველივე ძალიან კარგად გახსოვს და რაოდენ კარგად ჩდება აი ამ ტექსტში ყოველივე ის, რაც ხდებოდა საქართველოსთან მიმართებაში და რაც ხდება კავკასიასთან და ამიერკავკასიასთან მიმართებაში. ფაშიზმი საქართველოში. ასეთი გახლავთ სათაური. ფაშიზმი ზოგადი ცნების მთავარი დამახასიათებელი თვისება ნაციათა ცალ-ცალკე ან ჯგუფური ნაციონალ შოვინიზმის მისწრაფებაა, მოსპოს თავისი ეგოისტური მიზნების ხელის შემშლელი სხვა ეროვნების ხალხი და მათი საცხოვრისი ტერიტორიები მიისაკუთროთ. ზოგადი ფაშიზმის კონკრეტულ სახეობად უნდა მივიჩნიოთ ანტიფაშიზმი, რომლის მრავალი მაგალითია ქვეყანაზე. პირველი
რუსეთის მოდერნიზებული იმპერიის საბჭოთა კავშირის ინტერნაციონალური სამხედრო და იდეოლოგიურ პროპაგანდისტული მანქანის მეშვეობით მსოფლიოზე რუსეთის გაბატონების იდეა ინტერფაშიზმია, რომელმაც მრავალი თვითმყოფადი ერების სოციალ-ეკონომიკური, კულტურულ-რელიგიური პოტენციის დათრგუნა მოახდინა. მეორე, მსოფლიოს უამრავ ქვეყნებში მძვინვარე ანტისემიტიზმი ებრაელობის სრული განადგურების მიზნით ანტიფაშიზმია. მესამე, საერთაშორისო მასონური მოძრაობა მსოფლიოზე ტოტალიტარული მბრძანებლობის მოსაპოვებლად მასონური ინტერფაშიზმია, რომლის მსხვერპლი სხვადასხვა დროს მთელი ერები გახდნენ. მეოთხე, საქართველოს ეროვნული კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ 1991-92 წლებში საერთაშორისო მაფიისა და საბჭოთა კომუნისტური შეთქმულება, შემდეგ საქართველოს რეოკუპაციის ნაყოფის შევარდნაძის რეჟიმისადმი მხარდაჭერა ინტერფაშიზმია საქართველოს სახელმწიფოს დაშლის მიზნით. მეხუთე, ამავე მიზანს ემსახურება გაეროს, რუსეთის, ეუთოსა და ევროკავშირის ამჟამინდელი პრორუსული პოლიტიკა ამიერკავკასიაში, რომელიც სიტყვით საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს, სინამდვილეში რუსეთის ეგრეთ წოდებული სამშვიდობო ძალების დახმარებით საქართველოს ტერიტორიაზე ქართველთა იურისდიქციის გავრცელების წინააღმდეგია, ესეც ინტერფაშიზმი გახლავთ. მეექვსე, ინტერფაშიზმის გამოვლინებაა ანტიქართული საერთაშორისო ფორუმების მოწყობა, მაგალითად, ტაბახმელის სემინარი, რომელზეც თეორიულ საფუძველს გვთავაზობენ ქართულ ყოველთა შინ დაბრუნების აღსაკვეთად, თურმე ქართულ ყოველთა ბინებში ყაჩაღურად შეჭრილი მოძალადეების გამოსახლება ვითარების ბას დაძაბავს. ამ დროს ქართულთა ბინებში ჩასახლებულ ოსთა საცხოვრებლებში ქართულ დევნილთა ცხოვრება სასტიკად ისჯება. გარდა ამისა, ყოველთა შინ დაბრუნებამდე თურმე აუცილებელია მათი და ადგილზე დამხვდურთა შეგნებაში ძირეული დემოკრატიზაცია ჭალებში, რისთვისაც ნაირ აბსურდულ მეთოდებს იგონებს კომუნების ჭალებში, ტიპის ერთად ცხოვრების სასტილ პოლიგონებს, რელიგიურ მწამსთა შერწყმას, შერეული ოჯახებისათვის პრივილეგიების მიცემას და სხვა. საქართველოში მძვინვარე ინტერფაშიზმის წამყვანი რგოლია ოსური აგრესიული ფაშიზმი, რომელიც აკვიატებულ ნაციზმზეა დამყარებული და რომლის დანიშნულება ქართულთა გენოციდი და მათი საბინადრო ადგილების მითვისებაა. პირველი, ოსები სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე პრეტენზიას აცხადებენ იმ საბაბით, რომ თურმე მათ საციცოცხლო სივრცე აკლიათ, როცა თავიანთი სამშობლოსათვის უბატრონებიათ, იქ მათ მშობლიო ენაზე სკოლებიც კი არ აქვთ. რუსიფიკატორულმა პოლიტიკამ საბოლოოდ გააპარტახა მათი სულიერი და მატერიალური პოტენციალი. მეორე, ოსები თავიანთ ტერიტორიულ პრეტენზიებს იმდენად კულტურულ ისტორიულ მემკვიდრეობით როდი ასაბუთებენ ჭალებში, რამდენადაც რასიულ ეთნიკური თავი წარმოადგენს ძველ ალანთა შთამომავლებად. ჩრდილო ქართლში ქართველთა ძველი სასაფლაოები გაანადგურა. სადაც კი შეიძლება საქართველოს მიწაზე ვითომ სარმატისა და ალანის საფლავები აღმოაჩინეს და ყიჟინა ატეხეს, ეს მიწა ჩვენიაო. ამას გარდა ყალბრუქებს ხატავენ. ამას წინათ რუსეთში გამოსცეს ჩვენს ერამდე ძახილის ნიშნები არის, არ არის მითითებული, რომელი საუკუნეების არ არის მითითებული რუქა, რომლის მიხედვითაც კავკასია იმ დროს ვითომ მხოლოდ ალანისა და სომხეთის სახელმწიფოებს ეკუთვნოდათ. ამითაც საქართველოს მიმართ ტერიტორიულ პრეტენზიებს საფუძველი ჩაუყარეს. ბოლო ხანს ისტორიას უტიფრად გაყალბების ოსთა მხრიდან საზღვარი არ აქვს. ამ დროს არას დაგიდევთ თუ შიდა ქართლი წინამძღოლში შედიოდა საქართველოს 1300 წლოვანი ფეოდალურ სახელმწიფოში და რომ იქ იმ დროს შექმნილი ყველა ხუროთმოძღვრების ძეგლი და ეპიგრაფიული წარწერა ქართულ ენოვანია, ხოლო არც ერთი ოსური ასო არ დაწერილა და ისტორიულ წყაროებში არც ერთი ოსის სახლობა მოხსენებული არ არის. მესამე, ოსები სადაო ტერიტორიაზე ცხოვრებთან მიმართ კულტურულ ისტორიულ უპირატესობას ზაკი ვერაფრით იმსახურებენ, ცდილობენ ხელოვნურად უსაფუძვლოდ შექმნას რასობრივი უპირატესობის რაღაცნაირი ილუზია. ჩვენ მსოფლიოში ყველაზე მილიტარისტული ხალხი ვართ. ძილშიც კი ხმალს ვიქნებთ. ისინი დიდად ამაყობენ იმით, რომ კვლელებისა, ყაჩაღებისა და ქურდბაცაცების ღვთაებებს ჭალებში ეთაყვანებიან. მეოთხე, ოსები
ინტერფაშისტი მფარველების დახმარებით თავიანთი პრეტენზიების დასაკმაყოფილებლად მიმართავენ ქართველთა პერმანენტულ გენოციდს, რასაც ისტორიულ წყაროებში ოსიანობა ჰქვია, ხოლო ბოლო 70-იან წლებში კომუნისტთა ბატონობის პერიოდში ოსებმა ჩრდილო ქართლში კულტურულ, სოციალურ, ეკონომიკურ, პარტოკრატიულ, ეთნოკრატიული ბერკეტების გამოყენებითა და ორჯერ სისხლიანი გენოციდით მკვიდრი მოსახლეობის, აგრეთვე ებრაელობისა და სხვა ერთა წარმომადგენლებისაგან ეთნიკური წმენდა მოახდინეს რეგიონში დემოგრაფიული უპირატესობის მისაღწევად. ამრიგად აკვიატებულ ნაციზმს კლასიკური ფაშიზმის სახე აქვს, ხოლო ამ მიწა-წყლის შიდა ქართლის კულტურულ, ისტორიულად და რასობრივ ეთნიკურად მკვიდრი მოსახლეობის ბუნებრივ სურვილსა და მცდელობას მშობლიურ კერას დაუბრუნდნენ უტიფრად ოსთა გენოციდა და პროვინციულ ბრჭყალებში ფაშიზმად ნათლავენ. სამაშაბლო სამკვიდრო საბჭოს თავმჯდომარე გელა გელაძე. შემდეგი გახლავთ საქართველოს სამრეკლო პირველი ნომერი 92 წლის 15 დეკემბერი. საქართველოს სამრეკლო ზარებს დაარისხებს. ძნელია საქართველოს ბედუკუმარ დღევანდელობაზე გულმშვიდად ისაუბრო და წერო ქართველებმა ვერა ბრძენი და ვერა ენამჭევრი ვერ აღწეს იმ ფიზიკურ თუ სულიერ დაკნინებას, ზნედამხედრობას და თუ ცოდვილ დაცემულობას, რაც სუფევს დღეს სრულად საქართველოში ერი და ბერი უღმერთობის აღირახსნილ ორგიაშია ჩაბმული და თავ დავიწყებით მისცემია ექსტაზურ როკვას, რომელიც მხოლოდ წამიერი სიცოცხლის იმ წამიური სიამოვნების გამოხატველია და ანგარის არა უფრო მართებულად ვერ უწევს ხვალინდელ დღეს და მომავალს. სწორედ საკუთარი მუცლის ამოყორვაზე ზრუნვამ, ხოლო პირად კეთილდღეობაზე ფიქრმა, საკუთარი ეზოს სახლკარის მოვლაზე ფუსფუსმა და ოდენ დღევანდელობის სიამტკბილობით გახარჯის წადილმა, ჩვენი აზრით მიიყვანა მოაზროვნე ადამიანთა ერთი ნაწილი იმ სავალალო მდგომარეობამდე, როცა თვალწინ ჩამორთვეული თვალის ჩინწართმეული ბოდიში ვეღარ ხედავენ საკუთარი თავის გარდა სხვას ვერ ამჩნევენ ქართველი ხალხის აუტანელყოფას, სრულიად საქართველოს დაღუპა განადგურებას და ვერც იმას ჭვეტენ თუ რა აგველი სხვა. დიახ, ინდივიდუალურმა, სუბიექტურმა თუ კერძო მე ჭალებში მთლიანად გადაფარა დღეს ზოგადი და საქვეყნო. ქართულ მოღვაწეთა უმეტესობა საკუთარი თავის და ოჯახის უშფეთველობასა და უშიშროების ნირვანას მიცემული არა დაგიდევს რა ხდება ქვეყნად, რას ტკივა და რა უჭის ქართველი ადამიანის გულსა და სულს. ზოგნი ამას ჩადიან აბსოლუტური ეგოცენტრიზმით დაბრუნებული და ზოგნი ამას ქმნიან შიშით, ახლა ჩემს თავს რაიმე არ მოეწიოსო. ზოგნიც კიდევ ფარისეველთა გზას დაცგომიან და სიცრუითა და qalbit სურთ გზავს აუბნიან ხალხს. აი ეს უკანასკნელნი, რომელიც ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს არ ადაგდებენ და საკუთარი ეზოყორე ურჩევნიათ სვეტიცხოველს, არიან დიდად საშიშნი, რადგანაც სატანისეული სულის მფლობელნი არიან და ამდენად ძნელი ამოსაცნობნი, მაგრამ მავანმა და მავანმა უნდა უწყოდეს, რომ საბოლოოდ კეთილი ემიჯნება ბოროტს და დაფარული გაცხადდება. ასე რომ განკითხვის დღე ყველაზე მკაცად მათ მოეკითხება და თუ ამ ქვეყნად არა, იმ ქვეყნად მაინც არასწრებად ხვდის რისხვა. თუმცა ახლა უმჯობესია შევეშვათ ურწმუნოთა და აღზრდასა და მოპატეთ უმჯობესია შევეშვათ ურწმუნოთა აღზრდასა და ქვეყნის ბედუკმართობის მას მოუბრუნდეთ. საყოველთაო განუკითხაობა ბატონობს დღეს საქართველოში. სულ დაბავლნი, პატივდებულნი არიან და დიდების გვირგვინით თავდამშვენებულნი. ზარზემის მიცემიან, სულით უბიწონი კი პატივაყრილნი მივიწყებით კუთხეში მიყუჟულან და საზოგადოებრივ ასპარეზს ვერ გახკარებიან, რადგან ყველაფერი ზნეობრივად თავდაყირა დამდგარა ბოროტება კეთილობს, მახინჯი ლამაზმანობს, რეგვენი ბრძენკაცობს და ეშმაკი ანგელოზობს. ერთი სიტყვით დღეს ჩვენს ქვეყანაში საყოველთაო სიბრმავე და სიყურე გამეფებულა აღარ გვესმის ურთიერთისა, აღარ გვესმის მამულის გულის კნესისა და სწორედ ამ საყოველთაო სულის ჩაკულობამ და სიბრმავემ განაპირობა ის, რომ საქართველო ასე მწარე დაეხმხო. დამხობილი ბრჭყალებში კი უდაოდ არის
ფიზიკურადაც და სულიერადაც დღეს რომ საქართველოს უჭირს არც არასოდეს გასჭირვებია ჯერ დავიწყოთ მიწიერი წვილმანებით რომელთაც საყოველთაო კატაკლიზმების დროს ჟამს თითქოს არც კი უნდა მიაქციოს ყურადღება კაცმა სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ ჩვენი სამშობლო და კერძოდ მისი დედაქალაქი ყველამდე ჭუჭხშია ჩაფლული ნაგავი შინ ნაგავი გარეთ ნაგავი ეზოში ნაგავი ქუჩაში ნაგავი საშინელი ანტისანიტარია სუფევს ირგვლივ რასაც მოყვება თაგვების ვირთხების ისეთ რაოდენობით მომრავლება რომ ამის გმირთა მოედანი გადაეჯოვნა სიმყრალემა და შმორისუნმა ააქოთა აქაობა ამას ზედერთის მშიერი კატების ზაღლების გამუდმებული ღნავილი ყმუილი და მათზე მონადირე გაბოროტებული კაცების გნიასი ახლა ისიც გავიხსენოთ ხშირად არ მოდის არც ცივი და არც ცხელი წყალი და არ არის გაზი არ არის გათბობა არ არის სინათლე აქვე ისიც თქვათ რომ არ მოძრაობს ტრანსპორტი ტაქსებს რომ თავი დავანებოთ ტროლეიბუსებისა და ავტობუსების დანახვა დიდ ზეიმად გვექცა თუ იმასაც არ დავივიწყებთ რომ ბაზარში ცეცხლი უკიდია ყველაფერს და თითქმის პირველადი მოხმარების ყველა საგანი სფასი 1000-ჯერ მაპატიეთ გაიზარდა ხოლო ხელფასი მხოლოდ რამოდენიმეჯერ აღარ გაგვიკვირდება რომ საქართველოს მოსახლეობის პატიოსანი უმეტესი ნაწილი შიმშილობს ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით სამწუხაროდ საქართველოში ყოველდღიურად ათეულობით კაცი იღუპება შიმშილით გავიხსენოთ ყველაფერი ეს და ადვილად წარმოსადგენია თუ რა აუტანელყოფაშია დღეს ქართველი ხალხი რა უფრო აუტანელია ის რომ საქართველოს ნანგრევებად ქსეული სადაც ჭოტნი თუ დაიბუდებდნენ დანგრეულია თბილისის უძველესი და ულამაზესი უბნები დანგრეულია ცხინვალი დანგრეულია ზუგდიდი დანგრეულია წალენჯიხა დანგრეულია სოხუმი დანგრეულია გაგრა დანგრეულია ლესელიძე და ვინ მოსთვლის კიდევ რამდენი სოფელი და რაიონი უსახლკარო დარჩა უამრავი ქართული ოჯახი საქართველოს ქართველი ლტოლვილებით აისო პარადოქსია მაგრამ ფაქტია ქართულ მიწაზე ქართველები იდევნებიან და თავისი კუთხიდან იზოლებით აყრილნი მშიერ წყულანი მოსდებიან დასავლეთის თუ დასავლეთსა თუ აღმოსავლეთს ამასაც გაუძლებდა ქართველის გული რომ არ აღრნიდეს ერთი შემზარავი ეჭვი სამშობლო არა მხოლოდ დანგრეულია არამედ გაყიდულის გასვისებულის და დაკარგულის დიახ დაკარგული და გასვისებული შიდა ქართლი დაკარგული აფხაზეთის ტერიტორიის დიდი ნაწილი მაგრამ გულს ნუ გავიტეხთ გასაყიდი და გასასვისებელი კიდევ ბევრი გვაქვს და ჩვენი ბრძენი პოლიტიკოსების ამბავი რომ ვიცით საქმეს ბოლომდე მიიყვანენ არ შეიძლება ყოველივე ამან არ შეცდას ნორმალური ქართველი კაცის ფსიქიკა მის ტრაგიკულ განცდას კიდევ უფრო აძლიერებს იმის გასნობიერება რომ საქართველოში ბოლო 1 წლის განმავლობაში უცოდელ ადამიანთა ზღვა სისხლია დაღურილი დაღუპულია უამრავი ახალგაზრდა ალალ მართალი გულუბრყვილობითა და ანთებული გულით რომ დატოვეს ეს სოდის სამყოფელი სავსებით ბუნებრივია რომ ეს აპოკალიფსური ჟამი ქართველის სულს მძიმე დახს დაასვავდა ამიტომაც დაკნინდა იგი დამდაბლდა და მთლიანად ბნელეთით გარემოცულს აღარ შერჩა უნარი ნათლის ხილვისა კეთილისა და ბოროტის გარჩევისა მეტიც მან დაკარდა თანდაყოლილი ნიჭი მშვენიერების ხილვისა და ზიარებისა ამიტომაც აღარ იზიდავს მას არც ერთი ნატიფი სიტყვა არც ბგერათა ჰარმონია არც ამეტყველებული ქვა და არც ფერთა შეხამება ეს კი საწინდარია იმისა რომ მან მთლიანად დაივიწყოს თავისი პირველადი ყოფა ნათელში სუფევა და ბნელში დანთქას რაც თავისთავად იქნება ქართველთა სულების კატასტროფად კია ნამდვილად გიახლოვდება ამის დასტური თუნდაც ის არის რომ ქართველი კაცის გულში აღარ ანთია რწმენის სანთელი ის ეკლესიაში მხოლოდ სხვათა დასანახად შედის ჭეშმარიტ მორწმუნემ კი ღვთის ტაძარს ზრუნვა აბრუნა რადგანაც ფარისეველნი დააპატრონებიან მას ერთი სიტყვით წვლიადი დასადგურებულა საქართველოში აღზევებულია კაინის სული ძმა ძმის კვლით გაწაფული და ამით თავმომწონეობს კიდეც კაცი რომ თავის ტომზე ხელს აღმართავს ძნელია მას მიმტევებლობა კაცმოყარეობა და თუ გნებავთ ზნეობის უმარტივესი წესები უქადაგო ალბათ ამიტომაც არის რომ ის გაუთავებელი ძარცვა გლეჩა ყაჩაობა და კაცსა კვლავ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელ ატრიბუტად რომ ასეთი დაუნდობელი და მხეცური ფორმებს იღებს დღეს რაღაცა ბევრი გავაგრძელო ბოროტება ზეიმობს მთელ საქართველოში და გამარჯვებულის იერით ღიღინებს ვაი რომ ეღიღინება რამე თუ ქართველს არ ინდობს ქართველი ქართველს ასმენს ქართველი ქართველს წიხლავს ქართველი ქართველს ზივს ურთის ქართველი ქართველს შაგრავს ქართველი ქართველთან გულუშიშრობს ქართველი ქართველის ზულს ქართველი ქართველთან გულბოროტებს და ქართველი ქართველს ანადგურებს აი ასეთ უმძიმეს ვითარებას
წლებაში, როცა ყველაფერი ბოროტ საწყისია დაფუძნებული, როცა სახელმწიფოში ძალმომეორეობა აპოგეას აღწევს, როცა მართალი სიტყვითა და განსხვავებული აზრით მისათვის იჭერენ და ხრეტენ ადამიანს, როცა კუჭცარიელი ადამიანი სულიერ საკვებზე ვეღარ ფიქრობს, როცა შემოქმედის კალამს ძალა დაუკარგავს და თავზე ხელაღებული მოძალადის ავტომატი კაკანებს, როცა სიმართლეს ძალის ძალად თვალებს თხრიან და პირში ზარბაზნის ლულას ჩრიან, როცა მუცელსაყოლილი სამშობლო არა დუღის, როცა ყოველგვარი ქართული და ეროვნული პროვინციალიზმად და მეტიც ფაშიზმად ინათლება ერთი სიტყვით, როცა ახლოვდება ჟამი საქართველოს საბოლოო დამხობისა და განადგურებისა, ჩვენი გაზეთი ასპარეზზე გამოდის უფრო მართებულად, მეორედ იბადება როგორც ცნობილია, ჩვენი საუკუნის დასაწყისში, კერძოდ 1923 წელს დიდმა ქართველმა მწერალმა და მოღვაწე კონსტანტინე გამსახურდიამ თანამოაზრეებთან ერთად დააარსა საქართველოს სამრეკლო, რომლის მხოლოდ ერთი ნომერი გამოვიდა მიზეზთა გამო, მაგრამ ზღვის გამო წვეთიც შეიცნობაო და ეს ერთადერთი ნომერიც საკმარისია იმისათვის, რომ ნათელი წარმოდგენა შევიქმნათ ამ გაზეთის ეროვნულ თვალსაჩინოზე. ჩვენთვის ამთავითვე ცხადია, რომ ძნელ საქმეს შევეჭიდეთ იმ დროს, როცა ეროვნული სული იდევნება და იწიხლება, უნდა გავაგრძელოთ კოლხური კოშკის ჩვენმარდათ მამულიშვილური ტრადიციები. ამიტომაც ვწამს, რომ დღევანდელი საქართველოს სამრეკლოს უპირველესი მისია ქართული ცნობიერების გამოცოცხლება, ქართული სულის განწმენდა, გამოღვიძება და ამაღლება. ჩვენ არ გამოვრიცავთ იმასაც, რომ ამ გაუკმართებულ ჟამს დაგვწამებენ ნაციონალისტობას და მეტიც ნაცისტობას, მაგრამ ეს ვერ შეცვლის გაზეთის პოზიციას, რომლისთვისაც უმთავრესია პრინციპი საქართველოს უპირველეს ყოვლისა. ამასთან კარგად გვაქვს გასნობიერებული, რომ დღეს, როცა ყველაფრის დეფიციტი იგრძნობა, როცა თითქმის ყველაფერი არის შოვნება, გაზეთების სიმრავლე მწალეკა საქართველოს ამჟამად გამოდის დაახლოებით 1000-მდე გაზეთი, დაწყებული საქართველოს რესპუბლიკიდან და დამთავრებული მარიანათი მაპატიეთ, მაგრამ მაინც თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი საზოგადოება ინფორმაციულ შიმშილს განიცდის, რადგანაც ჩვენს პრესის ობიექტურობის ნიშანწყალიც კი არ ემჩნევა. გაზეთის ფურცლებზე იწერება ყველაფერი, მაგრამ არა არსებითი და მნიშვნელოვანი. ქართული ჟურნალისტიკის მარცხად უნდა ჩაითვალოს ის, რომ თითქმის არც ერთი გაზეთი თუ მხედველობაში არ მივიღებთ ორიოდ გამოცემას, არ ემსახურება ჭეშმარიტებას. სამწუხაროდ ჩვენი ჟურნალისტების დიდი არმია საბჭოური სისტემის ცოდვით წელგაღუნული დღესაც მსახურის უფრო მართებულად ყურმოჭრილი ყმის როლსა დასჯერდებიან და იმის ნაცვლად, რომ ჭეშმარიტების ნერგი გაახარონ ფარისეულობის ხეზე აცოცებაში ეჯიბრებიან და ერკინებიან ურთიერთს. უნდა მოგახსენოთ, რომ იმ ავბედით ჟამს კი როცა კომუნისტები მძლავრობდნენ, ასე ერთხმად არ ადიდებდნენ და არ აწონებდნენ ხელისუფლებისა და მისი თავკაცების მოღვაწეობას, თუმცა აქვე იმის აღნიშნაც არის საჭირო, დღეს სიმართლისათვის რომ იდევნება კაცი, თუ გნებავთ გაზეთი, მსგავსი რამ არც არასოდეს ყოფილა და მაინც მიუხედავად ამჟამად გაბატონებული ძალმომრეობისა, საქართველოს სამრეკლო არაპირებს უღალატოს ობიექტურობასა და სიმართლის გზას, ვერა და ვერ მოვნათლავთ წმინდა გიორგის სახელით, ან თუნდაც კახაბერად მას, ვინც ამას არ იმსახურებს ჩვენს წამს, რაოდენ მწარე და უსიამოვნო არ უნდა იყოს სიმართლე ქვეყანასა და ხალხს ის უფრო წაადგება, ვიდრე ფარისეულური ქების შარბათი. ამიტომაც გაზეთი საქართველოს სამრეკლო ყოველთვის ესწრება, რაოდენ ძნელიც არ უნდა იყოს დარეკოს სიმართლის ზარები. ბუნებრივია, რომ გაზეთის უპირველესი მოვალეობა საქართველოს ცხოვრების გულის გულს ჩასვდეს და სულის თვალას ყური მიუგდოს და ის რაც აწუხებს და აღელვებს ქართულ ხალხს სააშკაროზე გამოიტანოს. მართალია, დღევანდელობის გათვალისწინებით უფრო ხშირად ჩვენი ცხოვრების ლაფზე და ლექსზე მოგვიწევს საუბარი ვიდრე მარგალიტებზე, მაგრამ რა გაეწყობა, წყალი ისე არ დაიწმინდება, თუ კი სათავე ლაფისაგან არ გავწმინდეთ და არ გამოვრიცავთ, რომ ხშირად წვილმანებზე და კერძო მოვლენებზე შევაჩერებთ მაგრამ სასურველია და უპრიანიც კერძოდ მაშინ დაეთმოს ადგილი გაზეთის ფურცლებზე, როცა ის თავის თავში მოიცავს ზოგადის მნიშვნელობასაც. ჩვენ შევეცდებით, რამდენადაც ეს შესაძლებელია, დღევანდელ პირობებში დავძლიერთ ყოველგვარი პიროვნული და ავმაღლდეთ საერთოდ ეროვნულ პრობლემებამდე. ზემოთ უკვე ვთქვით, რომ საქართველოს სამრეკლოს ერთ-ერთი მთავარი მიზანია ადამიანის სულის დახვეწა და ამაღლება. ამისათვის კი უპირველეს ყოვლისა საჭიროა მშვენიერებასთან ზიარება,
რაც ძირითადად ქართული ხელოვნებისა და მწერლობის წყალობით უნდა განხორციელდეს, ასე რომ გაზეთი დიდ ადგილს გაუთმოს ხელოვნებას, მწერლობისა და საერთოდ კულტურის გაშუქებას უმორჩილესად გთხოვთ. თანამშრომლობას ყველა ნიჭიერ შემოქმედს განურჩევლად ჯულისა და რწმენისა, რამე თუ ისიც ღრმად გვწამს, რომ ჭეშმარიტი ნიჭიერება ბოროტებასთან ვერ იქნება წილნაყარი. დასასრულ იმთავათვე მინდა ვაუწყო მკითხველს, რომ საქართველოს სამრეკლო ვერ იქნება სალონური ყაიდის გაზეთი. მან შეიძლება ვერ დააკმაყოფილოს გადაპრანჭული ინტელიგენტთა პრეტენზიული გემოვნება, ის შეიძლება ვერ ამაღლდეს ზოგიერთი მზე ქართველის კოსმოპოლიტურ აზროვნებამდე, მასონური პირამიდის თვალით ვერ განჭრიტოს სამყარო და გაანალიზოს დედამიწელთა პრობლემები, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ დღეს, როცა ასე ზეიმობს უხეში ფიზიკური ძალა, როცა პატიოსანი და მართალი ადამიანი ასე უსინდისოდ იჩაგრება და ღირსება მისი ყოველწამს ითელება, როცა ქართველობა უჭირს, მაშინ გაზეთმა მთელი თავისი ყურადღება უპირველეს ყოვლისა საკუთარი ქვეყნისადმი უნდა მიმართოს. ის ქომაგად უნდა დაუდგეს უპოვარ გაჭირებულ, ჩაგრულ, დევნილ და შერისხულ პატიოსან ქართულ ადამიანს. იყოს მისი ჭირისა თუ ხენის მოძიარე, მისი მფარველი, რადგანაც ღრმად გვწამს, რომ მარმულის ჭეშმარიტი სიყვარული სწორედ უბრალო ქართველი მოკვდავის გულში ღვივის, რომ საქართველო სხვა არაფერია თუ არა ერთად სისხლთა და სულით შერწყმული ქართველი ხალხი, რომელიც იყო, არის და იქნება ჩვენი ფიზიკური თუ სულიერი უკვდავების ქართველთა მარადყოფნის დრიტა. არ დაგიმალავთ, იმასაც ვფიქრობთ, რომ მრავალ ვაი ქართველს, რომელსაც დღეს ხელთუპრია მბრძანებლობის კვერთხი არ ეჭაშნიკება ჩვენი პოზიცია, ისინი შეესწებიან მიაჩუმათონ ან სულაც დაადუმონ საქართველოს სამრეკლო, მაგრამ ისიც მტკიცედ ზურჯერა, რომ სანამ საქართველო არსებობს, სანამ თუნდაც ერთი ქართველიც ქართველობს, მანამ ვერ ჩაახშობენ ქართული ზარის რეკვას, ვერ ამოგრეჯენ მას ენას, ვერ დაუხშობენ განგაშის ხმას. შეიძლება დახურონ გაზეთი საქართველოს სამრეკლო, მაგრამ ვერავითარი ბოროტი ძალა ვერ დაანგრევს იმ სამრეკლოს, რომელშიც ქართველი კაცი სულშია ამოზრდილი. ყველამ კარგად უნდა უწყოდეს, რომ რაც არ უნდა აღზევებული იყოს უსამართლობა და სატანისეული ძალები, ბობოქრობდნენ სულიერი საქართველოს სამრეკლოს განადგურება შეუძლებელია. აი ამ რწმენით მეორე დაბადებული გაზეთი საქართველოს სამრეკლო შეუვალად ეცდება არ უღალატოს თავის მწამსის უმთავრეს პრინციპს და ბოროტების, ძალმომრეობის, ავკაცობისა და უზნეობის წინააღმდეგ ყოველთვის მჭექარეთ და მქუხარეთ დაარისოს ზარები. ოღონდაც იმასაც ვიმედოვნებთ, რომ ღმერთის შეწევნითა და ქართველი ხალხის სიბრძნის წყალობით მალე დადგება ის ჟამიც, როცა ცისკრის ზარები ახარებენ დიდი ნათელი დღის დაბადებას სრულიად საქართველოს. ელიზბარ ჯაველიძე. მე არ ვიცი ეს ელიზბარ ჯაველიძის პოზიცია, იმიტომ რომ იგი სულ სხვა ნავში გადაბრძანდა, მაგრამ არ ვიცი. მე ანგარიშვალდებულად ჩავთვალე თავი, რომ ეს გამეკეთებინა და წამეკითხა იმის გამო, რომ ეს მისი მაშინდელი პოზიცია იყო და ეჭვი არ მეპარება, რომ დღევანდელი პოზიციაც იგივეა, მაგრამ ვისთან უნდა დადგეს, აი ეს არის თავი. ვისთან დგას და ვისთან უნდა დადგეს. ეს არის თავი. ჩემი გაგებით ეს არის ჩემი პირადი აზრი. ეს გახლავთ საქართველოს სამრეკლოში გამოქვეყნებული საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დაცვის შეფასებები. რა ხდება საქართველოში? დემონსტრაცია ეროვნული დღესასწაულის დღეს 1992 წლის 26 მაისს ჩატარდა. ამ დღეს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ბატონი ბეიკერი თბილისში ბრძანდებოდა და სასტუმრო ივერიის წინ საგანგებოდ მოკრებილ ხალხს მიმართავდა. ხელმძღვანელობის მიერ მოწყობილ ამ ღონისძიებას 1500-მდე მონაწილე ესწრებოდა. სამხედრო მთავრობის მოწინააღმდეგეთა დემონსტრაციის მონაწილეობა უნივერსიტეტის წინ მოიყარეს თავი, როცა დემონსტრაცია რუსთაველის პროსპექტის მიმართულებით დაიწყო. მას შეუერთდა სულ მცირე 5000 დემონსტრანტი, რომელთაც მოუწოდნენ მანდილოსნები ხატებით ხელში, მათ მოქონდათ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას პორტრეტები და ქართული დროშები. დემონსტრაციის მონაწილენი ჩვეულებისამემ უიარაღონი იყვნენ და თავს არიდებდნენ ყოველგვარ შეტაკებას ხუნტასთან. გზადაგზა დემონსტრაციას 30000-ზე მეტი ადამიანი შემოერთდა. აი თავად უცხოეთის ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციები უწოდებენ ხუნტას, ასე რომ ეს მხოლოდ ჩვენი გამოგონილი არ არის. ხუნტად აღიქმება ყველა ის
ბანდიტური ფორმირება, რომელიც კანონიერ ლეგიტიმურ ხელისუფლებას ძალისმიერი გზით ამხობს და შემდეგ იგი ამყარებს ტერორისტულ, ფაშისტურ, დიქტატორულ რეჟიმს. ხალხი აღშფოთებით გამოხატავდა თავის პროტესტს დასავლეთის მასობრივ ინფორმაციის საშუალებათა მიმართ იმის გამო, რომ ისინი საქართველოს პოლიტიკური სიტუაციის შესახებ ხალხ ინფორმაციას ავრცელებდნენ. აგრეთვე ამერიკისა და გერმანიის საგარეო პოლიტიკის კურსის მიმართ, რომელსაც აღიარეს სამხედრო დიქტატურა. როდესაც დემონსტრაცია ფილარმონიას გაუსწრო და ერთბაშად ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დაიწყო სასტიკი გამოხდომები დემონსტრაციისა დასარბევად. სამოქალაქო ტანსაცმელში გადასმული შეიარაღებული მხედრიანელები შეშლიებივით შემოიჭრნენ ხალხში. მანქანებით მეათა შიშის ზარი დაეცათ მათთვის. რამოდენიმე წუთის შემდეგ ისინი გადმოცვიდნენ მანქანებიდან და ჰაერში სროლა ატეხეს. მიუხედავად ამგვარი ფსიქოლოგიური ტერორისა და უკანასკნელ თვეებში დემონსტრაციებზე მშვიდობიანი უარაღო ხალხის უმოწყალო ხოცვებისთვისა დემონსტრანტებმა შეძლეს სიმშვიდისა და ერთიანობის შენარჩუნება. ამ დემონსტრაციაზე უამრავი ადამიანი თვითნებურად იქნა დაპატიმრებული. ვესაუბრეთ 300-ზე მეტ ადამიანს თბილისსა და კახეთში. ესენი არიან სხვადასხვა ასაკის, სოციალური ფენისა და განათლების ადამიანები, მათი 99% კანონიერი ხელისუფალთა პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია. კანონიერი ხელისუფალია 90%-ისათვის მაპატიეთ უკაცრავად არასწორად იყო დაბეჭდილი. კანონიერი ხელისუფალია პრეზიდენტის ზვიად გამსახურდია, რომელიც უსასო ნდობით სარგებლობს მოსახლეობის ფართო ფენებში. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად ეგრეთ წოდებული არჩევნების დანიშნვის ჩატარება შესაძლებელი იქნებოდა ხმის უფლების მქონე მოსახლეობის 7%-ისათვის, რომ მოეთხოვა, მაგრამ ეს ხუნტას არც კი უსდია დემოკრატიული გზით შეეცვალა თავისუფლად არჩეული მთავრობა. საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე საძულველი ადამიანი ედუარდ შევარდნაძეა. საინტერესოა, რას იტყოდნენ გერმანელები ერიხ ჰონეკერი მოსკოვიდან რომ დაბრუნებულიყო და როგორც ფედერალური კანცლერი აქაურ მთავრობას ჩასდგომოდა სათავეში. საქართველოს კომპარტიის პირველ მდივნად ყოფნისას 1972-85 წლებში შევარდნაძეს ხომ მრავალი დანაშაული აწევს კისერზე. ადამიანის უფლებათა დაცვის ჯგუფის ნორმალური მუშაობა თბილისში არსებული პირობების გამო ყოველად შეუძლებელი არის. დელეგაციის საბჭოს საქციელი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო საზოგადოებას შეეკითხონ ნორვეგულ დელეგატს ბატონ ესბიონ აიდეს თუ რა ბედი ეწია 200 გვერდიან დოკუმენტს, რომელიც საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა შეადგინეს და გადასცეს მას. მე მქონდა 2 სატელეფონო საუბარი გერმანიის საქართველოს საელჩოს ქართულ მდივანთან. მან მთხოვა არ დამესახელებინა ქართულ ინფორმატორთა გვარები. გერმანიის საელჩო ვერ არღებულობს ცნობას საქართველოს პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით. საელჩოს მიმართ მე განსაკუთრებული აღშფოთება გამოვთქვი ხუნტისადმი მხარდაჭერის გამო და საერთოდ გერმანიაში პრესაში ინფორმაციის ბლოკირების გამო. ნუ თუ კომუნისტური დიქტატორის მრავალწლიანმა გამოცდილებამ ჩვენ არაფერი გვასწავლა, მე თან წამოვიღე დიდი ზალი და შთამბეჭდავი ვიდეო მასალა, რომელშიც ზედმიწევნითაა ასახული საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესთა რეალური სურათი. ისინი ითარგმნება გერმანულად და გადაეცემა ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციებს და საზოგადოებას. დასკვნა საქართველოში ადამიანის უფლებები მრავალი ფორმით ირღვევა. ქართველების უმეტესობის აზრით ამჟამად საქართველოს შემოbrunება დემოკრატიული განვითარებისაგან შესაძლებელი გახდება მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როცა მათ აღმოაჩენენ მშვიდობიან დახმარებას, კერძოდ თუ დასავლეთი გადაჭრის ვიტყვის უარს ხელი გაუმართოს საქართველოში არსებულ სამხედრო დიქტატურას, ხოლო დასავლეთის პრესა ობიექტურად გააშუქებს ლეგიტიმური მთავრობის დამხობისა და მოვლენათა შემდგომი განვითარების ფაქტებს, შევარდნაძის წარსულსა და ასე შემდეგ. როგორც საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ბატონმა გენშელმა განაცხადა, სადაც ადამიანის უფლებები ირღვევა, ჩარევა აუცილებელია. ეს ჩვენი მოვალეობაა ბრჭყალებში. ანდრეას ერბერი, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი, ექსპერტი, 1992 წლის ივლისი. შემდეგი გახლავთ ამერიკის ხმა, ქართული განყოფილება 29-30 ოქტომბრის ღამის გამოშვებებში გადაიცა საუბარი ამერიკის შეერთებული შტატების რესპუბლიკელთა ინსტიტუტის წამყვან თანამშრომლებთან, 11 ოქტომბერს ინსტიტუტის დამკვირვებელთა ჯგუფის ხელმძღვანელებთან, პოლიტოლოგ კეთრინ ბენქსთან. ტექსტს კითხულობდა ქალბატონი ეთერ ფიჩხაძე, საუბარი კი შეეხებოდა 11 ოქტომბერს. ქალბატონმა ბენქსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ადგილი ჰქონდა
ყოველგვარი პროცედურული ნორმების უხეშ დარღვევას, ადამიანის უფლებების და სამოქალაქო თავისუფლების უხეშ დარღვევას, აქვე მან მიუთითა, რომ მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი აშკარად ტერორიზებულია, დაშინებულია და დაადასტურა ქალბატონმა ბენქსმა და მისმა დამკვირვებელთა ჯგუფმა და ამ სხვა წევრებისთან ერთად. მრავალრიცხოვანმა შეხვედრებმა მოსახლეობა მიუთითებდა, რომ ხელისუფლების ბრჭყალებში წარმომადგენელთა სამართალდამცავი ორგანოების მიერ დგებოდა კანონიერი ხელისუფლების მომხრე და სწორედ ამიტომ ისინი იძულებული იყვნენ ნეგატიურად ყოფილიყვნენ განწყობილი მათ მიმართ და ასევე არ მიიღოთ მონაწილეობა მათ მიერ არანაირ აქციებში აქციებშია საუბარი. ამერიკელი პოლიტოლოგის მიერ დაფიქსირებულია ხშირი შემთხვევები, როდესაც ოჯახის წევრებზე მიჰქონდათ იერიში იმის გამო, რომ მათ ნაცვლად მათ მიმართ ხდებოდა ბრჭყალები ხელისუფლების მხრიდან ძალდატანება და ფაქტობრივად საომარი მდგომარეობა, რომელიც გამორიცხავს ყოველგვარ დემოკრატიულობას. ამ არადემოკრატიულობას განაპირობებს ის, რომ ყოველგვარი საგანგებო მდგომარეობა, რომელიც საქართველოში არის, ქალბატონ ბენქსის მითითებით შეინიშნებოდა ესე იგი ჩვენს მხრიდან ძალადობისა და იარაღის გამოყენება, რაც განსაკუთრებით პერიფერიებში იგრძნობოდა. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მიუთითებდა პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას და კანონიერი პარლამენტის არჩევნები როგორ ჩატარდა, როგორი დემოკრატიული იყო, აღნიშნა ქალბატონმა ბენქსმა. ამასთან მან მიუთითა, რომ ბატონ გამსახურდიას აბსოლუტურად შეცდომები სავსებით ბუნებრივია, რადგან მას ეროვნულ ხელისუფლებას სახელმწიფოების მართვის გამოცდილება არ გააჩნდა. აქვე მან გამოხატა თავისი ცალსახელო უარყოფით დამოკიდებულება დეკემბერ-იანვრის სამხედრო გადატრიელებისადმი. საბოლოო ჯამში დავწმუნდით, რომ წინასწარ იყო გათვლილი ყოველივე ეს და გაკეთდა საქართველოში კომუნისტური რეჟიმის რესტავრაციისთვისო განაცხადა ამერიკელმა დაკვირვებელმა. ნიშანდობლივია ერთი გარემოება, როგორც ამერიკის ხმამ გვამცნო, ვაშინგტონის ეროვნულ დემოკრატიული არასამთავრობო ინსტიტუტის ერთ-ერთი ხელმძღვანელია გუდავა. სწორედ ამ ინსტიტუტის დამკვირვებელთა ჯგუფი იყო ერთადერთი, რომელსაც დასკვნა გამოაქვეყნა ოფიციოზის პრესაში, რომელიც აბსოლუტურად იყო ცალმხრივი, ამაში იგი იყო აბსოლუტური სიცრუითა და სიყალბით სავსე და ეს დასკვნა გამოიყენა გუდავამ ამერიკის დემოკრატიული ინსტიტუტის შეცდომაში შეყვანაში. 4 ნოემბერს დილით CNN-ის ტელეკომპანიამ გადმოსცა ამერიკის ახლადარჩეული დემოკრატი პრეზიდენტის ბილ კლინტონის გამოსვლა საზოგადოების წინაშე. ეს იყო მისი როგორც პრეზიდენტის პირველი გამოსვლა, შეეხურა თავის მომავალ საგარეო პოლიტიკურ კურსს. მან ხანგრძლივად აღნიშნა არა ნეოკომუნისტურ რეჟიმებს. მე ვერ გავიგე არა ნეოკომუნისტურ რეჟიმებს და მე მხარდაჭერა კომუნისტურ ნეოკომუნისტურ რეჟიმებს ვერ გავიგეთ, ეს ყველა ვერაფერი ვერ გავიგეთ. პარიზი 1992 წელი 20 ნოემბერს პარიზში ევროპის ახალგაზრდა დემოკრატიული მოძრაობამ ინიციატივით მოაწყო საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც კავკასიის ხალხთა, ირანისა და თურქეთის თანამედროვე საზოგადოებრივი პოლიტიკური ცხოვრების საკითხებს მიეწვა. ვრცელი სიტყვით გამოვიდა საგარეო საქართველოს კანონიერი პარლამენტის საგარეო საქმეთა კომისიის თავმჯდომარე თუშმალიშვილი. ორატორმა აღნიშნა, რომ საქართველოს თუშმალიშვილმა გადაუხვია ჭეშმარიტების გზას, სიმართლის გზას და მან დაიკავა კოლაბორაციონისტის პოზიცია. იგი ემხრობა იმ ეგრეთ წოდებულ მთავრობას, რომელიც მას ხელს გაუმართავს და კერძოდ იგი დაბინავდა საბოლოოდ საფრანგეთში. იგი არც საქართველოში ჩამოსვლას უშინდება, იმიტომ რომ მათ წისკულზე ასხავს წყალს. ეს არის აღსანიშნავი, მაგრამ ამ შემთხვევაში თუშმალიშვილი ზვიად გამსახურდია, ამ დროს ცოცხალია და თუშმალიშვილი ობიექტურად აღწერს საქართველოში არსებულ ვითარებას. ორატორმა აღნიშნა, რომ საქართველოს საკითხთან დამოუკიდებლად არ უნდა ფიგურირებდეს ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საკითხები, ვინაიდან ორივე რეგიონი საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიის განუყოფელი ნაწილებია, რომელიც ავანტიურისტული ომი აფხაზეთში დეკემბერ-იანვრის პუტჩის ლოგიკური გაგრძელება. მან აღნიშნა, რომ ამ თავიდან წინააღმდეგი იყო საქართველოში გაჩაღებული ანტიმუსლიმანური ისტორიისა, მაშინ როდესაც საქართველოს ქართული მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ისლამის მიმდევარია. მუსლიმანები არიან მახლობელი აღმოსავლეთის
რუსეთში, ირანსა და თურქეთში მცხოვრები დიდძალი ქართველები. შემდეგ დამცირ საზოგადოებამ მოусმინეს ბატონ ზვიად გამსახურდიას, საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბატონ ზვიად გამსახურდიას ფილზე ჩაწერილ ვრცელ მიმართვას კონფერენციის მონაწილეებისათვის მიმართვამ დამცირთა დიდი ინტერესი და ოვაცია გამოიწვია. კონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოს ფაქტობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. ამ სხდომამ შეკრებილთა აშკარა უკმაყოფილება გამოიწვია. ამასთან ქალბატონმა თუშმანიშვილმა ოპონენტს უპასუხა, ისინი თავიდანვე თანამშრომლობენ ნეოკომუნისტებთან და ახალ ეგრეთ წოდებულ პარლამენტში პოლიტიკურ თამაშს ეწევიანო. კონფერენციაზე დარიგდა ბუკლეტები საქართველოში არსებული ვითარების შესახებ, რომელშიც სათანადო დოკუმენტურ მასალაზე დაყრდნობით ობიექტურად არის გაშუქებული საქართველოში მიმდინარე მოვლენები. მეტადე პუტჩის შემდგომი პერიოდის განსაკუთრებით დაინტერესება გამოიხატა საფრანგეთის ქართულმა ემიგრაციამ, რომელსაც მეტისმეტად დამახინჯებული ინფორმაცია ჰქონდა ბოლოდროინდელ მოვლენებთან და განსაკუთრებით კი ადამიანის უფლებებთან უხეში დარღვევების მრავალრიცხოვანი ფაქტების შესახებ. კონფერენციას ესწრებოდა აზერბაიჯანის ვიცე-პრეზიდენტი ბატონი ზადე, რომელიც განსაკუთრებით დაინტერესდა საქართველოსთან დაკავშირებული მასალებით. ქალბატონმა თუშმანიშვილმა იმ პირობით ვიდეო მასალას მონტაჟის გარეშე მიაწვდა მაყურებლებს ინტერვიუ მისცა ჟურნალისტ ეგაძეს. შემდეგი გახლავთ ისე უცხოეთის მასალებზე დაყრდნობით არის ეს საინფორმაციო, ვინაიდან იყო თითქოს ისეთი აზრები, რომ ზვიად გამსახურდიას როგორც კი ახერხებდა ზვიად გამსახურდია იმის მიხედვით და რა შესაძლებლობაც მიეცემოდა, აი ამის მიხედვით როგორღაც უნდოდა, რომ ეს საინფორმაციო ვაკუუმი გაერღვია და ამით მიეღწია იმას, მიუხედავად იმისა, რომ უცხოეთის ძირითადად წამყვანი სახელმწიფო და მეთაურები აბსოლუტურად საქმის კურსში იყვნენ, რაც ხდებოდა საქართველოში, მაგრამ ისინი თვალს უჭამდნენ შეგნებულად და ამ მიზნით ზვიად გამსახურდია ცდილობდა, რომ ყოველივე ამისთვის ფარდა აეხადა და ისინი უშუალოდ აი პირდაპირ შეხებაში ყოფილიყვნენ საქართველოში მიმდინარე პროცესებთან, რომელთაც სხვა გზა არ ჰქონდათ და უნდა ეღიარებინათ ან სიმართლისადმი თანადგომა, ან კიდე ხუნტისადმი თანადგომა. სწორედ აი ამიტომ არის ამერიკის ხმის ქართული რედაქცია ქალბატონ ეთერ ფიჩხაძის საუბარი საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტ ბატონ ზვიად გამსახურდიასთან 7-12-92 წელი. ქალბატონი ფიჩხაძე. გამარჯობათ ბატონო ზვიად, დღეს თქვენ ევროპაში იმყოფებით, ავსტრიაში იმყოფებოდით, ჰელსინკში, სადაც თქვენი ჩასვლა მოგვიანებით მოხდა. ვისი მიწვევით ჩაბრძანდით ჰელსინკში? პრეზიდენტი ჰელსინკში მიწვეული პრეზიდენტი. პასუხი. ჰელსინკში მიწვეული ვიყავი ჯერ კიდევ ზაფხულში საპარლამენტო ჯგუფის მიერ, რომელსაც ქვია ფინეთის პარლამენტის საქართველოს ჯგუფი. იგი საკმაოდ ბევრ დეპუტატს აერთიანებს, 30-მდე დეპუტატს პარლამენტისას. გარდა ამისა, ფინეთში არის ფინეთ-საქართველოს მეგობრობის საზოგადოება. ამ საზოგადოებამაც გამომიგზავნა მოწვევა საპარლამენტო ჯგუფთან ერთად ამჟამად, როდესაც იყო ევროპის უშიშროების თათბირის უმაღლესი დონის შეხვედრა, გახლდით მიწვეული, მაგრამ გარკვეულ პიროვნებების ჩარევით ჩემი ვიზა შეაჩერეს რამდენიმე დღით, სანამ დამთავრებოდა ეს შეხვედრა. კანონიერად არჩეული პრეზიდენტის მაგივრად მიიწვიეს თვითმარქვია შევარდნაძე, რომელიც ჩაბრძანდა და მონაწილეობდა ამ შეხვედრაში. შემდეგ ჩემი ჩამოსვლა გადაიდო და მოხერხდა მხოლოდ ახლა. მე მქონდა შეხვედრა პარლამენტში საკმაოდ პოზიტიური, კარგი საუბარი საქართველოს საკითხებზე, მწვავე პრობლემებზე მქონდა შეხვედრები საგარეო საქმეთა სამინისტროში. მე რა თქმა უნდა მათ არ გადაუხადე წერილობითი მადლობა ამ მოწვევისათვის. მქონდა საკმაოდ ნაყოფიერი პოზიტიური შეხვედრები პრესასთან. თითქმის ყველა წამყვან გაზეთში წამყვანმა გაზეთმა გააშუქა ვრცლად ჩვენი აქ ყოფნა, ინტერვიუები ჩაუმართეს, იყო დიდი პრესკონფერენცია, რომელსაც ესწრებოდნენ არა მარტო ფინეთის, არამედ ევროპის სხვა სახელმწიფოების წამყვანი სააგენტოების წარმომადგენლები. ტელევიზიით რამოდენიმეჯერ იყო გადაცემული ჩემი ინტერვიუ. ამის შემდეგ მე მოვინდომე გერმანიაში გამგზავრება, სადაც მიწვეული გახლდით, მაგრამ ამუშავდა ისევ კონიუნქტურა, საერთაშორისო შეთქმულება ჩემს წინააღმდეგ, საქართველოს კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ და ჩაშალეს ეს შეხვედრა. ბატონი ზვიად ჩილები გახსნილა, ბატონი ზვიად გამსახურდია მიწვეული იყო ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის საზოგადოების გენერალური სამდივნოს მიერ, რომელიც მაინც ფრანკფურტში მდებარეობს. ფრჩილები დახურულია. დღეს გერმანიის პრესამ ამას მისცა მეტად მკაცრი შეფასება. ფრჩილები გახსნილა, მაგალითად გაზეთმა Die Welt-მა ფრჩილები დახურულია, გერმანიის მთავრობამ ბრალი დასდეს
მეტერნიხის მეთოდების გამოყენებაში ჩემს წინააღმდეგ და გენშერ შევარდნაძის შეთქმულების ნაყოფად გამოაცხადეს ჩემს ვიზაზე უარის თქმა. ქალბატონი ფიჩხაძე, არის იმედი, რომ გერმანია მაინც გასცემს ვიზას თქვენზე? ზვიად გამსახურდია, უნდა გასცეს, სხვა გზა არ ექნება, იმიტომ რომ პრესა ძალიან მიჭერს მხარს მიჭერს გერმანიის საზოგადოება. მე მიწერე კოლს ღია წერილს, სადაც ვთქვი, რომ ეს ძველი საბჭოური მეთოდების აღორძინებაა, რომ ამას არაფერი აქვს საერთო დემოკრატიული ქვეყნის ლიდერის მოქმედებასთან, რომ ეს არ არის ბერლინის კედლის აღმართვა, ეს არის ბერლინის კედლის აღმართვა ჩემს წინაშე. ეს არის იგივე, რასაც აკეთებდა ჰონეკერი თავისი ქვეყნის მოქალაქეთა მიმართ. ასეთი ღია წერილით მიმართე მას და იგი გაუგზავნე ყველა სააგენტოსა და გაზეთის რედაქტორებს. ეს ღია წერილი გაშვდა პრესაში, კერძოდ ფრანკფურტ ალგემაინეში და აკმაყოფილებით უნდა აღნიშნო, რომ მთლიანად ამტყუნებენ კოლის მოქმედებას, რომელმაც თქვა, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ინტერესებისათვის საზიანოა გამსახურდიას ვიზიტი გერმანიაშიო. გაზეთი სვამს კითხვას, რატომ უნდა დააზიანოს გერმანიის საგარეო პოლიტიკის ინტერესები გამსახურდიას კანონიერი პრეზიდენტის ვიზიტმაო და ასე შემდეგ. ქალბატონი ფიჩხაძე, თქვენი შემდგომი დანიშნულების ადგილი არის საფრანგეთი? ზვიად გამსახურდია, მოგეხსენება შემდეგ მე გამომიგზავნეს მოწვევა ავსტრიიდან ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო საზოგადოებამ და მე ჩამოვედი ავსტრიაში ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე და აქაც ძალიან კარგი შეხვედრა მომიწვეს. შედგა დიდი პრესკონფერენცია, რომელსაც საინფორმაციო საშუალებების მრავალი წარმომადგენელი დაესწრო. გამოვედი ავსტრიის ტელევიზიითა და ევროვიზიით. ჩამომართვეს ინტერვიუ, გამოვედი ავსტრიის რადიოთი. გერმანიიდან დამიკავშირდა გერმანიის რადიო გერმანული ტალღა. აქაც გამოვედი პრესა ძალზე პოზიტიურად აშუქებს ჩემს ვიზიტს და ყოველნაირად მხარს მიჭერს. ავსტრიის პრესა აღნიშნავს, რომ მე ვარ ქვეყნის კანონიერი პრეზიდენტი. განდევნილი სისხლიანი პუტჩის შედეგად, რომ საქართველოში მძინარებს ტერორი, ბატონობს მაფია, ყოფილ ნომენკლატურასთან ერთად და ირღვევა ადამიანის უფლებები, არის სრული ქაოსი და ანარქია. ქალბატონი ფიჩხაძე, ეს პრესა მაგამ როგორ მიიღოთ ავსტრიის მთავრობამ? ზვიად გამსახურდია, ავსტრიის პარლამენტის სპიკერმა მიიღო ძალიან კარგად. ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვდა სახელმწიფო მდივანს და აქაც ძალიან კარგი საუბარები იყო. ისინი დიდის ინტერესით მოეკიდნენ ჩემს ინფორმაციას და პოზიციას. ძალიან კმაყოფილი ვარ ავსტრიაში ვიზიტი. ფრჩხილები გახსნილია. გარდა იმისა, პრეზიდენტი მოხსენებით გამოვიდა ავსტრიის პარლამენტის წინაშე. ფრჩხილები დახურულია. ქალბატონი ფიჩხაძე, თქვენ გაქვთ პრესკონფერენციები, შეხვედრები ოფიციალურ პირებთან ფინეთში, ავსტრიაში და სხვა ქვეყნებში. როგორია ევროპაში თქვენი მოგზაურობის მთავარი მიზანი? ზვიად გამსახურდია, ჩემი მიზანია ქართველი ხალხის, ქართველი ერის ხსნა იმ განსაცდელისაგან, რომელშიც იმყოფება იგი, იმ კრიმინალური ანარქიისაგან, პოლიტიკური და ეკონომიური კატასტროფებისაგან, რომლისკენაც მიექანება საქართველო, აგრეთვე სრული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისათვის, პოლიტიკური მოღვაწეებისათვის, საზოგადოებისათვის და იმ ნეგატიური კამპანიის მხილება, რომელიც ჩემს წინააღმდეგ წლების მანძილზე მიმდინარეობდა ევროპის ქვეყნებში, საერთოდ დასავლეთში, ობიექტური და სრული ინფორმაციის მიცემა საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ქალბატონი ფიჩხაძე, თქვენ მიემგზავრებით საფრანგეთში. საფრანგეთში საკმაოდ დიდი ქართველობისა ალბათ თემობაა. ქართველებისა, ბევრი არიან ძველი თაობის წარმომადგენლები. ვისთან გიქნებათ შეხვედრები? ზვიად გამსახურდია, ჯერჯერობით არ ვიცი. მართალი გითხრათ, ჯერ არ არის გარკვეული ჩემი ჩასვლის პერსპექტივები, რადგან იქ ამოქმედნენ იგივე ძალები, რომლებმაც ჩაშალეს ჩემი ვიზიტი გერმანიაში. ყოველნაირად ცდილობენ, რომ დაპროგრამებები შემიქმნან. თუ ჩავალ, შევხვდები პოლიტიკურ მოღვაწეებს, პრესის წარმომადგენლებს. ფრჩხილები გახსნილია. ბატონი ზვიად გამსახურდია, საფრანგეთში მიწვეულია საფრანგეთის ნაციონალური ფრონტის ლიდერები ლეპენი და ალენ დელონი. ფრჩხილები დახურულია და პარლამენტის ფრაქციის მიერ უკანასკნელი ცნობების თანახმად ეს ვიზიტი შესდგება. ქალბატონი ფიჩხაძე, ჩვენ საუბარი გქონდა ჰელსინკში თქვენ წარმომადგენლებთან, ბატონ სირაძესთან. მან კატეგორიალურად თუ არ ბრალდება, რომ აფხაზეთში თურქ-კავკასიელი კომპეტენტების მოხალისეთა უკან ზვიად გამსახურდია დგას. პრეზიდენტი ზვიად გამსახურდიას პასუხი. ეს ვერსია
კრიმინალური ხუნტის მორიგი სიცრუეა. იქ ყოველგვარ დეზინფორმაციისა და მონაჭრს ავრცელებს. იმასაც ამბობენ, რომ მე მოუწოდებდი აფხაზეთში დალაშქრისაკენ და ვამბობდი, რომ საქართველო არის მცირე იმპერია, რომელიც უნდა დაიშალოს. კრიმინალური ხუნტა ასეთი მეთოდებით მოქმედებს და ეს არ არის გასაკვირი. ამას არაფერი არ აქვს საერთო სინამდვილესთან. მე პირიქით აფხაზეთის ხელისუფლებას სულ მოუწოდებ, რომ აღადგინონ ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი, კანონიერი კონსტიტუცია და თავი გაანებონ ძველი აფხაზური კონსტიტუციის აღდგენას. მე ყველანაირად მოქმედებ იმისათვის, რომ საქართველოს მთლიანობა იქნეს შენარჩუნებული, ვიბრძი იმისათვის, რომ ჩაიშალოს ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის და ეგრეთ წოდებული რესპუბლიკის გამოცხადება და ასე შემდეგ. მე მაქვს იმის შესაძლებლობა, რომ შეუშალო ხელი ამგვარ ანტიქართულ პროცესებს, მაგრამ კრიმინალური ხუნტა ყველანაირად ცდილობს, რომ ქართულ ხალხს არასწორი ინფორმაცია მიაწოდოს. ქალბატონი ფიჩხაძე, უკვე 1 წელი ხდება იმ მომენტიდან, რაც შარშან დატრიალდა საქართველოში და პრეზიდენტი აღმოჩნდა ტოლვილებაში. საქართველოს პრეზიდენტი შეიფარა ჩეჩნეთმა. როგორია თქვენი ყოფა ჩეჩნეთში და 1 წლის განმავლობაში? ზიად გამსახურდია. მე ძალიან კარგად მიმიღო ჩეჩნეთმა, რისთვისაც მადლობას ვუხდი ჩეჩნეთის მოსახლეობასა და მთავრობას და მაგრამ ძალზე მძიმეა ქართველი კაცისთვის სამშობლოს გარეშე ყოფნა. ერთადერთი სიმძიმე ის გახლავთ, რომ მოწყვეტილი ვარ სამშობლოს. ქალბატონი ფიჩხაძე სირაძეს დაუსვამს ასეთი საკითხს, რომ ჩეჩნეთში თქვენი ყოფნა არც თუ ისე უსაფრთხოა, რადგანაც ეს რეგიონი ახლაც ხელი წერტილია. აპირებთ დარჩენას ჩეჩნეთში? ზიად გამსახურდია. დიახ, მე ჩეჩნეთში დაბრუნდები. ხუნტა ავრცელებს ჭორს, რომ მე ვითხოვ პოლიტიკურ თავშესაფარს თურქეთში თუ ევროპის რომელიღაც ქვეყანაში. ისინი მალავენ ევროპაში ჩემი მოგზაურობის ამბებს, ჩემს ყოფნას ავსტრიაში, ფინეთში. თითქოს მე ვითხოვდი დაბრუნებას საქართველოში და მზად ვარ ვითანამშრომლო შევარდნაძესთან. სინამდვილეში მე ვაპირებ ჩეჩნეთის დარჩენას, მანამდე სანამ საქართველოში არ გაიმარჯვებს საღი აზრი და არ დაიწყება ნამდვილი პოლიტიკური ცხოვრება, სანამ არ შეწყდება კრიმინალური ანარქია, ძალადობა, სისხლის ზღვა, კრიმინალური ხუნტა და მაფიის ბატონობა. ქალბატონი ფიჩხაძე, მისი მხარდაჭერის იმედი გაქვთ? ზიად გამსახურდია. ისევ და ისევ ქართველი ხალხის მხარდაჭერის, მსოფლიო საზოგადოებრივი აზრის მხარდაჭერის. მიუხედავად იმისა, რომ ავრცელებენ ჭორს, თითქოს მე შეიარაღებული გზის ვაპირებდე დაბრუნებას. თითქოს მსურს შევუსიო საქართველოს ჩეჩნეთის ან თურქეთის არმია. ეს ჭორია, ჩემი ერთადერთი გზა არის პოლიტიკური მეთოდებით ბრძოლის გზა და არა სამხედრო ბრძოლის გზა. აი ამას ვიმეორებ კატეგორიულად და მინდა რომ ყველამ დაიმახსოვროს ეს. ქალბატონი ფიჩხაძე, თქვენმა მხარდამჭერებმა ბოიკოტი გამოუცხადეს 11 ოქტომბერს. თქვენ სწორად მიგაჩნიათ ბოიკოტის გამოცხადება? ზვიად გამსახურდია, ეს არავითარი არჩევნები არ იყო. ჯერ ერთი ეს გახდათ უკანონო, ანტიკონსტიტუციური, იგი მიმდინარეობდა ძალადობის ქვეშ. ბოიკოტი გამოუცხადა მას ყველამ, ვისაც შეეძლო, ვისაც არ შეეძლო, აიძულეს მისულიყვნენ. მათაც უარყოფითი ხმები ჩაყარეს, მაგრამ ყველაფერი ფალსიფიცირებული და გაყალბებული იყო. ვითომც არჩეულ იქნა პარლამენტი. ქალბატონი ფიჩხაძე, მაგრამ დასავლეთის ქვეყნებმა რომ სცნეს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება, ზვიად გამსახურდია, ეს მათი დიდი შეცდომაა. სცნეს იარაღით მოსული ხუნტა. კანონიერი ხელისუფლება კი დაივიწეს და მას ყოველნაირად შეუშალეს ხელი. ქალბატონი ფიჩხაძე, ჩაატარებთ თუ არა სახალხო რეფერენდუმს? პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, თუ საჭირო იქნება, ჩავატარებთ სიამოვნებით, ამას არავითარი რეფერენდუმი არ უშველის. ქალბატონო ეთერი, თქვენ როგორც ჩანს არ ხართ გარკვეული კარგად, თუ რა ხდება საქართველოში, არა აქვთ სრული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ხდება იქ. იქ არის კრიმინალური ბანდების, მაფიების თარეში, რომელნიც მეტყველებენ მხოლოდ იარაღის ენაზე. ქალბატონი ფიჩხაძე, რომ იყოს საქართველოს საკეთილდღეოდ შერიგება შევარდნაძესთან თქვენ დათანხმდებით? ზვიად გამსახურდია, სანამ შევარდნაძე კრიმინალურ ბანდებთან ერთად მოქმედებს, არ შემიძლია მე მასთან მოლაპარაკება, არ ფიქრობს ის თავისი პოზიციის უხერხულობაზე და დაკავშირებულია ამგვარ საეჭვო პიროვნებებთან. როგორ მე შემიძლია როგორ შემიძლია მე მასთან რაიმე დიალოგი? საქართველოში ძალადობით იმპერიული ძალების ჩარევით მოხდა სისხლიანი პუტჩი, განდევნილი იქნა კანონიერი ხელისუფლება, პარლამენტი, იგი არსებობს ემიგრაციაში და იარსებობს მანამდე, სანამ საქართველოში არ აღდგება კანონიერება. აი ეს არის
კანონი, ეს არის აქსიომა, რომელშიც ძალიან ბევრს ეპარება ეჭვი, მაგრამ კანონია. სანამ არ აღდგება კანონიერი ხელისუფლება, რამდენი ეგრეთ წოდებული არჩევნებიც არ უნდა ჩატარდეს, ის ყველა იქნება უკანონო, არალეგიტიმური, ვინაიდან არსებობს კანონიერი ხელისუფლება და მე მინდა აქ ერთი ინფორმაცია ჩავდო იმასთან დაკავშირებით, რომ ხშირად რაღაც ფიგურირებს რადიო გადაცემა განსაკუთრებით ობიექტივით გახშირდა კანონიერ ხელისუფლებაზე საუბარი, ასევე პრესა გააძლიერა და კერძოდ გაზეთმა ასავალ-დასავალმა, მაგრამ იცით რა, იქ არასწორად მიუთითებენ და მიანიშნებენ იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც ეხება კანონიერ ლეგიტიმურ ხელისუფლებას, მის უზენაეს საკანონმდებლო ორგანოს და მის აღმასრულებელ ხელისუფლებას. კერძოდ, საქართველოში კანონიერი ხელისუფლების არავითარი წვეტა არ ქონია. საქართველოში კანონიერი ხელისუფლების დამხობის დღიდან, როგორც კი განიდევნა საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი, ოჯახით კი არა, საერთოდ მთელი კანონიერი ხელისუფლება აღმასრულებელი იყო საკანონმდებლო ორგანოები, პრეზიდენტის ინსტიტუტი, აქედან გამომდინარე, ემიგრაციაში მყოფი და დევნილობაში მყოფი ხელისუფლება მუდმივად ატარებდა სესიებს ქალაქ გროზნოში. გროზნოს შემდეგ პარალელურად სესიები ტარდებოდა, როდესაც შესაძლებლობა არ იყო იმისი, რომ გროზნოში ჩამოსულიყვნენ დეპუტატები და ქვორუმის შესაძლებლობა იყო კითხვის ნიშნის ქვეშ, პარალელურად ტარდებოდა სესიები ქალაქ ზუგდიდში. აი ეს პროცესი რატომაც ყველა ცდილობს რომ გამოტოვოს. იმისათვის რომ მათ დაასაბუთონ რომ თითქოს უზენაესი საბჭოს თუნდაც წვეტაც რო ქონოდა და 20 წლის მერე ადგეს თუნდაც ერთი ან თუნდაც სამი დეპუტატი და მათ ისინი ლეგიტიმურები არიან და მათ უნდა გამოაცხადონ კანონიერი საბჭოს აღდგენა. ამაში არის კონსტიტუციურად და საერთაშორისო სამართლის მიერ აღიარებული ნორმების დაცვა. აქ არაფერი არ არის იცით გასაკვირი, ეს არ არის არავის გამოგონილი კანონი, ეს არის ოფიციალურად მთელს მსოფლიოში მიღებული წესი და კანონი, რომელსაც ვერავინ გვერდს არ აულის, ეს არის სამართლიანობის კანონი. შემდგომ ამისა, პარალელურად არჩევნები, მაპატიეთ სესიები, როდესაც ვიად გამსახურდია დაბრუნდა დასავლეთ საქართველოში და კერძოდ ზუგდიდში მუდმივად ტარდებოდა სესიები. და პარალელურად იმისა, როდესაც მოხდა ზვიად გამსახურდიას ფიზიკური ლიკვიდაცია და გარკვეულწილად მოხდა მაინც განფანტვა საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს დეპუტატებისა, საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს პრეზიდიუმი მუდმივად იკრიბებოდა და ყოველთვის ტარდებოდა სხდომების საქართველოს დედაქალაქ თბილისში. და შემდგომ უკვე საქართველოში 1998 წლიდან ეს გახდა უკაცრავად ეს უკვე იქცა ყოველ ჩვენ ცხოვრების წესად, რომ საქართველოში უკვე მტკიცეთ არავითარ მალულად და არავისგან დაფარულად არ ხდებოდა, ვინაიდან ჩვენს მიერ ჩატარებული ყველა სესია არის სტენოგრამაზე ჩაწერილი, არის ვიდეო ფირზე და აუდიო კასეტებზე ჩაწერილი, არის ასევე ქვორუმი ყველა შემთხვევაში და ასევე არის საკითხები, რომელიც იყო გატანილი ყველა სესიაზე და როგორ იქნა ისინი მიღებული წლების მანძილზე ყველაფერი ჩვენ გვაქვს დაფიქსირებული, ასე რომ ამაოდ ცდილობენ რომ გამოაცადონ თუნდაც რომ წვეტა ქონოდა, ეს არ არის არავითარი ბათილად ცნობა იმ ლეგიტიმური ხელისუფლებისა, იმიტომ რომ თუ ერთი დეპუტატი მაინც იარსებებს საქართველოში, იგი არის ლეგიტიმური და მას აქვს კონსტიტუციური უფლება მოითხოვოს კანონიერი ხელისუფლების აღდგენა და მან უნდა დანიშნოს კანონიერი ლეგიტიმური არჩევნები, რომელიც მანვე უნდა გააკონტროლოს იმ ძალების მეშვეობით, რომელსაც იგი მოინდომებს და შეკრებს იმის გამო, რომ აქ უნდა მოხდეს არა იმ ხელისუფლების, ეგრეთ წოდებული ხელისუფლების დამპყრობლების და ხუნტის პირობებში არ უნდა ჩატარდეს არჩევნები, აბსოლუტურად ყველამ უნდა დატოვოს თანამდებობა, ყველა უნდა გადადგეს, იმიტომ რომ ისინი ფლობენ ყველა ბერკეტებს
de facto ყველა ბერკეტებს ფლობენ, სახელმწიფო ბერკეტებს ფლობენ და ასე როგორც უნდათ, ისევე ჩაყრიან ბიულეტენებს. ეს არ მოხდება არასოდეს ვინაიდან აქ უნდა მოხდეს კანონიერი ხელისუფლებისადმი მორჩილება, კონსტიტუციისადმი მორჩილება, არ შეუსრულებია და არ დაუსრულებია საერთოდ უზენაეს საბჭოს თავისი უფლებამოსილება, თავის უფლებამოსილებას როდესაც დაასრულებს ჯერ უნდა აღიდგინოს იგი, იმიტომ რომ არსებობს de jure და შემდეგ უკვე de facto აღდგენის შემდგომ იგი დანიშნავს არჩევნებს არა ისეთ პირობებში, როგორცაც ესენი მოისურვებენ, რომ ესენი იყვნენ სახელმწიფო შტოებში და მათ ტომრებით მიიტანონ ისინი ბიულეტენები, არა. ესეთი ბრიყვები არ არსებობენ, თუ უნდათ, ვინმე გააბრიყვონ, ვერ გააბრიყვებენ, იმიტომ რომ არსებობს მაკონტროლებელი ძალა და ეს მაკონტროლებელი ძალა გახლავთ ის ხალხი, რომელიც იბრძვის კანონიერი ხელისუფლების არჩევისათვის, იმიტომ რომ მათი ხმები ყველა მოქალაქე, რომელმაც აირჩია დეპუტატი, ყველა მოქალაქე ანგარიშვალდებული არის კონსტიტუციის წინაშე, ვინაიდან მათ თავისი ამორჩეული დეპუტატის ხმები თავიანთი განცხადებებით არ გაუუქმებიათ, აქედან გამომდინარე, ბათილად არასოდეს არ იქნება ცნობილი და არალეგიტიმური ხელისუფლება, არასოდეს არ იქნება კანონიერი უზენაესი საბჭო და მისი აღმასრულებელი ხელისუფლება. ეს კანონია არსებობს და ამას ნურავი შეესწრებით რომ გააყალბოთ და მე ამიტომ ასეთ ძალიან ასე ვიტყოდი რომ ისეთი გაკვეთილებით კი არ ვამბობ ამას რომ სხვამაც შეისმინონ, არა. ეს არის აუცილებელი პირობა იმისა, რომ თქვენ შეგიძლიათ გამოიყვანოთ საქართველოს 87%? ვინმე შეუძლია გამოიყვანოს საქართველოს 87% ამ მომრჩევლებისა და ყველას დააწერინოთ განცხადება, რომ ჩვენ გადავირჩიეთ ის უზენაესი საბჭო, 20 წლის მერე გააკეთებთ ამას, ვერასოდეს ვერ გააკეთებთ. იმიტომ რომ ამის კონსტიტუციური უფლება არა გაქვთ და იმ მოქალაქეებსაც არასოდეს არ და 20 წლის მანძილზე არ გაუკეთებიათ და ვერც ახლა ვერ გააკეთებენ, იმიტომ რომ არსებობს მათი არჩეული ხელისუფლება, კონსტიტუციური ხელისუფლება და დამთავრებულია აქ უკვე ყოველგვარი დავა და დავიდარება იმის შესახებ, რომ სად არიან, ვინაირად, ვისაც ეს აინტერესებს, იმათ თავიანთი ბედი დიდი ხანია იციან და ამიტომ ცდილობენ მღრიე წყალში თევზის დაჭერას, რათა თავიანთი ბინძური ქმედებები, შეიარაღებულ ბანდებთან ურთიერთკავშირი, თავიანთი კოლაბორაციონისტული დამოკიდებულება და თავიანთი მოღალატური ქმედებები კანონიერი ხელისუფლების მიმართ კი არა, მხოლოდ დამოუკიდებელი საქართველოს მიმართ შენ იყვნენ რაღაც უაზრო, მე ასე ვიტყოდი, რაღაც დილეტანტური გამონათქვამებით, რომელიც არაფრის მომტანი არ არის და ისინი ცდილობენ რომ წამიერად ან წუთიერად მოიპოვონ თითქოს რაღაც აუდიტორიის ყურადღება მიიტაცონ. არა, ასე ვერავის ყურადღებას ვერ მიიტაცებ და ვერც მიიმხრობთ ვერავის, იმიტომ რომ შესაბამისად უნდა დაასაბუთოს ყველამ თავისი მოქმედება და საქართველოს პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს ჩემს მიერ ზემოთ დასახელებულ იმ სახელმწიფოებში, იმ ქალაქებში ყველგან არის ყველა დეპუტატის მიმართ გარკვეული ვერდიქტი გამოტანილი, ვინც მოღალატური ბუნება, ვინც მოღალატური საქციელი ჩაიდინა, რაც ისინი დათხოვნილ იქნენ, ასევე კომუნისტების და ვინც იყვნენ წარმოდგენილი, რომელთაც გეკაჩეპეს დაუჭირეს მხარი და ისინიც დათხოვნილ იქნენ, ამისი გვარების ჩამონათვალი გადაშალონ პერიოდული პრესა, რომელსაც ზვიად გამსახურდი აქვეყნებდა ჯერ კიდევ იმ პერიოდში, როდესაც ესენი ავტომატით ხელში იდგნენ და ასე სურდათ სესიების ჩატარება, ისინი უკვე უფლებამოსილება აყრილები არიან და ასევე უფლებამოსილება აყრილი არის ის დეპუტატი, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს ხუნტის ეგრეთ წოდებულ არჩევნებში. ასე რომ იყავით მშვიდად, კანონიერი ხელისუფლება, უზენაესი საბჭო არსებობს, სესიები ტარდება და თქვენი დანაშაულის გამო თუ გინდათ რომ საქართველოს კიდევ ზიანი მიაყენოთ უკვე მე რამდენად ამის გამო მოგეცხოვებათ პასუხისმგებლობა ღვთისა და ერის წინაშე, რომელიც აუცილებლად დასჯადია, ასე რომ ყოველივე ეს გაითვალისწინეთ.
მე მინდა დავასრულო შემდეგ ამერიკის ხმის ბოლო ჩანაწერი რომელიც ვახტანგ ეგრეთ წოდებულ ვახტანგ სოციალისტ რჩეულიშვილისგან აუღია ქალბატონ ფიჩხაძეს ეს არის 12 წელი. ქალბატონი ეთერი ფიჩხაძის შეკითხვაზე თუ რამოდენად შეესაბამება სიმართლეს ხმები აფხაზეთში ჩილო-კავკასიელ კონფედერანტთა რაზმების გაგზავნის ორგანიზებაში ბატონ ზვიად გამსახურდიას მონაწილეობის შესახებ რჩეულიშვილმა ასე უპასუხა. ზვიად გამსახურდიას წილი მაგრამ მას ნანახი აქვს ამ რაზმების უცნობია ესე იგი მისთვის უცნობია ამ რაზმების წარგზავნაში ზვიად გამსახურდიას წილი მაგრამ მას ნანახი აქვს კონფედერანტთა პლენუმში ჭყალები არის პლენუმი და ფრჩხილე შემდეგ კითხვის ნიშანი ძახილის ნიშნით არის პრეზიდენტის მონაწილეობის ამსახველი კადრები მე ჯერ დავასრულებ მას პასუხობენ და ასევე მეც გავცემ საკადრის პასუხს. საქართველოს სამრეკლოს რედაქციის კომენტარი ასეთი გახლავთ. ბატონი ზვიად გამსახურდია არ მონაწილეობდა კონფედერანტთა არანაირ პლენუმებში, ბრჭყალებში. იგი მონაწილეობდა მოძრაობა საერთო კავკასიური სახლის სხდომებში, რასაც არანაირი კავშირი არ აქვს მთელ ხალხთა კონფედერაციასთან, რომელიც აგზავნის ხსენებულ რაზმებს და რჩეულიშვილის ზემოთ მოყვანილი პასუხი საზოგადოებისათვის თვალის ახვევას ისახავს მიზნად. რასაკვირველია, რჩეულიშვილი მიეკუთვნება იმ ბანდას, რომელიცაც ჰქონდა შეიარაღებულა არა მხოლოდ ერთგან, არა მხოლოდ საბურთალოზე მე სადაც დავასახელე და კვლავ ვიმეორებ ეს იყო ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე სარდაფი. ასევე მას ჰქონდა ათონელის ქუჩაზე, ასევე მას ჰქონდა თავის აგარაკზე პანტიანში, სადაც იგი პირდაპირ არის ნაჩვენები ტელეგადაცემაში, სადაც იგი მეცადინეობს სროლაში. და ეკითხებიან რატომ მეცადინეობთ ამაზე ეს მე დამჭირდებაო ასე რომ რჩეულიშვილმა ურჩევნია რომ დუმილი არჩიოს მით უმეტეს ჭყალებში რასაკვირველია მას აურჩევია უფლის გზით სიარული ჭყალებში და ვინც უფლის გზით დადის ჯერ უნდა იცნობდეს ქრისტიანობას უნდა იცნობდეს მართლმადიდებლობას რომ და 10 მცნებიდან 1 მცნებას მაინც რომ არ იცრუო და რჩეულიშვილისთვის 10 მცნებიდან არც ერთი მცნება არ არის მისაღები ვინაიდან მისთვის სოციალისტური საქართველო უფრო მაღლა დგას ვიდრე ქრისტიანობა ვიდრე მართლმადიდებლობა და ვიდრე 10 მცნებიდან 1 მცნება მაინც ასე რომ რჩეულიშვილის აი ამ მე ვიტყოდი ცილის მწამებლური განცხადებას არავითარი აზრი არ აქვს იმიტომ რომ მისგან ყოველივე ეს მისაღებია ვინაიდან ამ კაცს არასოდეს არ უცხოვრია მართალი ცხოვრებით და მართალი ცხოვრებით რომ იცხოვრო მაშინ ადამიანი არ უნდა მოხვდე იმ სიბინძურეში რომელ სიბინძურესაც ერქვა სოციალისტური პარტია რომელ სიბინძურესაც ერქვა კრემლი და მე ცოტა ხანში დავდებ ასევე დოკუმენტურ მასალას რომლითაც მე მომიხდა რჩეულიშვილთან შეხვედრა და მას იგი როგორ პასუხობს მე იმ შეკითხვებზე რომელსაც მე ვუსვავდი თქვენ ამის მოწმენი თავად გახდებით და თავად გააკეთებთ საკუთარ დასკვნებს შემდეგი გახლავთ მაპატიეთ ერთი წუთით იმიტომ რომ აქ არის ძალიან ესეთი ხო აი აქ არის ძალიან კარგი წერილი და ზუსტად მიესადაგება იმას რაც მე ხავ საუბრობდი ეს არის თავად მართლმადიდებლობა და ზვიად გამსახურდიას წერილი გახლავთ აქ რომელიც ეძღვნება ჩეჩნეთში გატარებულ დღეს აღდგომის დღესასწაულს
აღდგომა ჩეჩნეთში. ჩეჩნეთის მიწაზე ჩვენი სტუმრობის მანძილზე მრავალი ღირსშესანიშნავი ამბავი მოხდა. ერთ-ერთი იყო აღდგომის დღესასწაული. ჩვენ ვნახეთ ამ ხალხის რელიგიური ცხოვრება, რომელსაც ფანატიზმის ნატამალიც არ ეტყობა, მაგრამ არ ვიცოდით, როგორი იქნებოდა მათი რეაქცია ჩვენს მიერ აღდგომის აღნიშვნაზე. გულის ფანცქალით მოველოდით აღდგომას, წითელ პარასკევს. რამდენიმე მეგობარი ჩამოვიდა საქართველოდან, ჩამოგვიტანეს პასექი, სააღდგომო კვერცხი. აღდგომა ღამეს ხატებთან გავატარეთ. დავანთეთ სანთლები, ვილოცეთ. გროზნოს ეკლესიაში გროზნოსში იყო მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესია და იქ ვიყავით პირადად სააღდგომო წირვა შესრულდა. მოკრძალებული სააღდგომო სუფრა გავშალეთ. ფიქრობდით, რომ ამ სუფრას როგორც რიტუალურს მუსულმანები ითაკილებდნენ, მაგრამ პირიქით მოხდა, როდესაც სუფრას შემოვუსხედით. ერთადერთ მასპინძელთაგანი შემოვიდა და ჩვენთან გასაცვიფრებლად შემოგძახა. ქრისტე აღსდგა, ჭეშმარიტად შევძახეთ ჩვენ და გავხნებდით. შემდეგ სხვა მუსულმანები შემოგვემატნენ, მობრძანდა თავად ჩეჩნეთის პრეზიდენტიც. ჩვენ საუბრობთ სუფრაზე იმის შესახებ, თუ როგორია მუსულმანთა შეხედულება ჩვენს მაცხოვარზე, რომელსაც ისინი დიდ წინასწარმეტყველს ისას უწოდებენ, რომ მთელ რიგ მუსულმანურ ქვეყნებში არსებობს მარიამ ანეს, ანუ დედა მარიამის კულტი, რომ ჩვენი წმინდა გიორგი მუსულმანთათვის ხიზრია. მჭყალებში მძლე წმინდანი, რომ სუფისტური მისტიკა ქრისტიანული მისტიკიდან იღებს სათავეს. სტუმრებმა არ იცოდნენ, რომ ძველ თბილისში, სადაც 1 კვადრატულ კილომეტრზე რამოდენიმე რელიგია არსებობს. მეტეხის ხიდთან 50 წლებამდე იდგა დიდი მეჩეთი, სადაც მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატები იყო და დიდი ჯვარცმა. ეს მეჩეთი დაანგრიეს კომუნისტებმა, ისევე როგორც არაერთი ქრისტიანული სალოცავი. შემდეგ აღნიშნე, რომ მუსულმანი პოეტების საადის, ნავოის, ჯალალედინის რუმის შემოქმედებაში ჩანს უდიდესი მოწიწება სახარებისა და ქრისტიანული თანაარსებობის წინაშე, რომ უდიდესი ქრისტიანი პოეტი ვაჟა ფშაველა უმღეროდა ქართველებისა და ჩეჩნების ძმობას, რომელთაც რელიგიური მწამსი არ უშლიდა ხელს. ურთიერთპატივისცემისა და სიყვარულში ალდო ქეთელაური სუმარ მასპინძელი ვისაუბრე ალექსანდრე ყაზბეგზე, რომელიც ადიდებს ჩეჩნების ვაჟკაცობას და მამულისათვის თავდადებას გვიხატავს შამილის დაუვიწყარ სახეს. გავიხსენე ვაჟას სიტყვები. ვაჟკაცობისას ამბობენ ურთერთის დანდობისასა, იმ ცხონებულსა მუცალსა, რკინას დებიყო გულა და ალბათ პოეტის ნათელმხილველი სული მომავალს ჭრიდა, როცა ამ ნაწარმოებებს ქმნიდა. ხშირად მახსენდება დავით გურამიშვილიც, მაოცებს მსგავსება ჩვენი ბედისა, ამ დიდი წინაპრის ბედთან. ისიც უცხოეთში გადახვეწილი, რწმენისა და აღდგომის ნათლით სულდგმულობდა, ნოსტალგიით გულგასენილი. მოსკოვ ქალაქს მზეს ველოდით, და ვერ გნახეთ აქ სუდარო. სულ აღდგომა გვირჩევნია, აქ სიცოცხლე გვაქვს უდარო. კაპას ქარსა მჭვალი ეკრას, რას გვიშველი ვთქვათ სუდარო. შენ განჰკურნე მკურნალობა, აღდგომავდა ქვავს უდარო. სულ აღდგომა მზეს აღდგომას ნიშნავს. ჩანს, რომ დავითი ქრისტიანულ ბჭყალებში მოსკოვში ნაკლებ თანადგომას და თანაგრძნობას ხედავდა, ვიდრე ჩვენ მუსულმანურ ჩეჩნეთში. პრეზიდენტმა დუდაევმა ქრისტიანთა პატივსაცემად წინანდელი აღდგომა მთელ ჩეჩნეთში უქმე დღედ გამოაცხადა. საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია 1992 წელი 27 აპრილი პირველი დღე ბრწყინვალე შვიდეულისა. ასე რომ მე გაგაცანით შეძლების დაგვარად ის რისი გაცნობაც ძალიან მსურდა. ვაგრძელებთ ჩვენს გადაცემებს მომავალშიც, გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ. ნახვამდის.